თბილისი ვახტანგ გორგასალმა როგორც აღმოჩნდა არ დაარსა. ვახტანგ გორგასალამდეც არსებობდა თბილისი. სკოლაში იმასაც გასწავლიან, რომ 9 ძმა ხერხეულიძე არსებობდა და არ ვთქვამთ ის რა თერგალეულების მოგონილია ეგ ამბავი. მე შემიძლია შენ ხელი მოკიდო თბილისში მიგიყვანო და სადაც ხელს გავიშვე ყველაფერს მეტყვი დაახლოებით. ეს არის დინამო სტადიონის მშენებლობა. ფუნდამენტს რო არასწორსდებ რომელი უფრო უხვი ინფორმაციით არის ქართული წყაროები საქართველოზე თუ გამლელი მოგზაურების და ასე შემდეგ. ისტორიკოსის მოვალეობა არის ეგ იდეაში. ის კი არა რომ ეს წაიგითხა ქართლის ცხოვრება და ეგრე იყო. არა, ქართლის ცხოვრება წაიგითხა და თქვა რომ ქართლის ცხოვრებაში ასე წერია. თანამ არ აღმოაჩინეს და არ დაადასტურეს რომ ეგვიპტეში პირამიდები ააშენეს მუშებმა ყველას ეგონორებენ მონები. ისა გიდი ხარ, ხო? არა. სერიოზული პოდკასტი. სალამი ჩემო მოკროება პოდკასტი არასერიოზული ისევ და ისევ თქვენთან ერთადაა შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი კონტენტის წარდგენი არის აჭარაბეთი. დღეს ყავს კაცი რომელსაც უყვარს თბილისი. დღეს ყავს კაცი რომელიც ერკვევა თბილისში და როგორ ერკვევა იცი ჩვენ რო აზი არა ვართ და თურმე უირახდება ამ და უირახდებოდა აი ეგეთ ამბებში დღეს უნდა ჩავეფლოთ. ზურაბ ალანჩივაძე არის. მოგესალმები ჩემო ძმაო. სალამი, ძალიან მიხარია. შენი ბევრი კაი ამბავი და მათ შორის ეს, ხო, რა. იმანო გაცვია ფანტასტიკური, პროსტა ეხლა. თვალი მომსამაყურებინა რა მაგარია. აუ ძალიან კლასია. სადა? რა თქმა უნდა მეორადები. ბიჭო, მეც დავითრიო ოდესღაც მეორადებში ორი ძალიან დერსკი კიმანო და კიდე უნდა გავიარო. ვისაც კიმანოები გიყვართ, მეორადები არის იდეალური მისია. იმიტომ რომ ახალი ღირს ძალიან ძვირი და მეორადები. ანი იაპონიაში უნდა ჩახვიდეთ და სული გაყიდოთ ნაღდი კიმანო რომ დაითრიოთ და მეორადებში არის საოცარი კიმანოები. შეხეთ რა სილამაზეა. საოცარი. თან ეს არის კაცის, ხო? ხო, ქალის სხვანაირია, კაცის სხვანაირია და უნისექსი არ არის, ეგ პონტი არ არის? არის რაღაცები, ხო, მაგრამ იმას გააჩნია ფორმას და ქალის უფრო გრძელია და სახელოები აქვს გრძელი და რაღაცა. ხო. მოკლედ კიმანოები წერტილიჯი. როგორ ახარ მითხრა 6 საათი მქონდაო უცხოეთი ლაპარაკის რეჟიმიო და დაღლილი ვარო, მაგრამ და მაინც ცოტა ენერგია ხო შემოიწევს. კი, როგორ არა კაცო, კი. ეგ რას ამბობ, ძალიან კარგია. მოდი ვინც შემთხვევით ესე არ გიცნობს 1-2 სიტყვით. ეს ადამიანი ჟურნალისტი პირველ რიგში. ხო, პროფესიით ჟურნალისტია. პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა გიდი ხარ, ხო? როგორც ვთქვი, ჩვენი ქალაქის საოცარ ისტორიებს, ეხლა რა თქმა უნდა აღწერაში ლინკი იქნება. აი, ისეთ ისტორიებს და პატარა ამონარიდებს აკეთებს ხოლმე ზურა, სადაც არის სხვადასხვა ისტორიული ადგილის რაღაც აი პრეისტორიები სიტყვაზე. ეხლა რა სახითაც არის ეგ კი არა, აი 100 წლის წინ რა ხდებოდა, აი ეს შენობა როგორ დაარსდა, ვინ დაარსა, აქ რა საინტერესო მოკლედ, ერთი დიდი სიამოვნება არის, აი ესე რომ დასკროლოთ მინი ექსკურსია გექნება წარსულში, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ფაქტებს აღმოაჩენთ. ეს რაც შეეხება ორი სიტყვით ვინ შემთხვევით ზურამ არის ცოდით ვინ არის ზურა და აი ახლა აღმოაჩენთ. იცი რა მითხარებ? ხო. ხოლო თბილისის ამბავია ეს თუ ეს როგორც მივხვდი, უყურე ჟურნალისტი პროფესია, მაგრამ ეს გიდობა მეორე ამბავია, როგორც ჩემთვის YouTube და ეგ არტისტობა ეგ ამბავია. იცი რა, დაახლოებით, ფინანსური კუთხით ხო იცი როგორ არის საქართველოში, რომ ერთი რო არ კვარა და როგორ არ ვიცით, რა თქმა უნდა ვიცით. ხო, აი ეგ არის, თორე ეგრე ხო იცი ცოტა ივენთებიც მიყვავს ეხლა და ყველაფერი რა, ხო. რა თქმა ეგრე დაიწყო, იმიტომ რომ 2016 წლის წინ დავიწყე გიდობა, თორე ის განათლებით ჟურნალისტი ვარ, 2 დიპლომიანი, მაგრამ ტაქსი გერდა მანქანის მართვა არ ვიცი, ანუ არც ვიცი, ხო? ხო, და მუშაობდი ჟურნალისტიკაში, PR-ში რაღაცა და ეს იყო ჩემი ასე ვთქვათ side job რა. თან fun და მე ნელ-ნელა, აი, COVID-ის დროს დავიწყე კონტენტის კეთება. წლების განმავლობაში ინგლისურენოვან ტურებს ვაკეთებ კომპანიაში მუშაობდი ერთ-ერთი რა ისე რა. ხო და მე უკვე აი მე ტელევიზიაში ხო ვიყავი 2024 წლამდე. ხო, 2 წლის წინ წამოვედი მეტი და ხო? ხო და მანამდე ეგ side job-ი იყო და მე უკვე ხო ნელ-ნელა უფრო განმოვითარე ეს თემა, რომ იდეაში დამდგარიყო ჩემ ცხოვრებაში მომენტი, რომ რაღაცა გამენებებინა ტელევიზიისთვის თავი რომ ერჩინა. ხო და უფრო მეტად წავიყვანე აქეთკენ ეს თემა რა და ამიტომ ეს დავქენი ქართულ კონტენტს მივაწექი უფრო რა თორე აქამდე მარტო
უცხოელებმა იცოდნენ და მე უფრო ქართულშიც გადმოვედი და ეგ მეხმარება იმაში რომ მე უკვე აქ რო ვიღაცას დაუშვათ სტუმარი ჩამოვიდეს უკვე მე ვახსენდები იმიტომ რომ ჩემ ტურზე არ ამყოფი და რაღაცა ეგ თემებია რა აი ზუსტად მან მივყავდა მე ბევრი არ შემხვედრია და მით უმეტეს ხარისხიანი შეფუთვით ხარისხიანი თხრობით საინტერესო ვიზუალი და ასე შემდეგ აი შენი როგორც არის ეს მიმართულება ეს ნიშა კონტენტ კრეატორობის პროფილში ასათვისებელია თუ ყავს ისეთი სიტყვაზე რამდენიმე მეგობარი ვინც დერს გათაკეთებს და მე არ ვიცი. იცი რა, აი ხა იწყებენ ნელა ვიღაცები რა. ძალიან კაია, იმიტომ რომ ზოგადად ხო იცი ხა როგორ არის პირველად ვიყავი მე მარტო ვინც ამ თემას აკეთებ და ისიც შემთხვევით გავაკეთე რატო? იმიტომ რომ 2021 წელია, რაღაცა თებერვალია, COVID ჩაკეტილობები და უბედურებების ამბავია. ყველა მაგერეჩი რომ დავიწყეთ არსებობა ნორმალურად. ხო და მე მაშინ TikTok-ი მქონდა და მაშინ გადმოვწერეთ ბევრმა TikTok ბაზარი არა. ხო და რა იყო იცი? აი რაღაცა ხან გადაობდი, ხან რაღაცა გავარდება მეთქი რა, არაფერი არ გავარდა, რაც ისულელეები იყო და ერთხელაც მივდივარ უბრალოდ და ბარათაშვილის ხიდთან ვარ, ხიდის ქვეშ ხო ის გასასვლელია მან ხო და მეთქი ჩავწერე ვიდეო რომ იცი, ძალიან ისე რა, ჯანჯღარით და რაღაცა და ორთქლილი კამერით და რაღაცა ეგეთი თემა რომ იცი თუ არა რომ აი ამ ხიდთან აქ გამოდის მდინარე ავანაანთხევი და ზაფხულობით რო დაუდარაჯდეთ, აი წყლის დონე რო იწევს დაბლა, ნახავთ რომ გამოდის მეთქი მართლა და ეს ავანაანთხევის ისტორიული მდინარეა და თბილისის გალავანი მაგას მოყავდა. და მაგან საბოლოო ჯამში დაწერა 58,000 ნახვა. ვა, ხო და მეთქი რაღაცა მე დავიწყე ეგრე რა, რომ ცოტა ლეგენდების დამსხრევა, იმიტომ რომ ჩვენ ხო ძალიან ზღაპრებში ვცხოვრობთ ზოგადად. ამას თავისი ახსნა აქვს, რატო არის ეგრე რა, ძალიან ფილოსოფიური და ძალიან დიდი ახსნა აქვს, მაგრამ ხო და ნელ-ნელა წამოვიდა და მე გავიჩიტე ისე რომ ვარ გიდი რომელიც აკეთებს თან კონტენტს, იმიტომ რომ ბევრი გიდი ვიცი და ძალიან მაგრები და რაღაცა, მაგრამ კონტენტს არავინ არ აკეთებს რა. თუ აკეთებს კონტენტს არის როგორ ატარებს ტურს და მომენტ შე როგორც მაყურებელს ხო ხა რაში გაინტერესებს მომენტ ტურს როგორ ატარებს მე რატო ვუყურებ რაღაცას გავიგონ გავერთო ხო და ეგ ჟურნალისტური თემაა, არა ჟურნალისტური. ხო, უფრო იცის რა გრძნობს audience-ს, ხო და ეგ დავუმერჯე მე რა. ძალიან საინტერესო მიგნება სხვათა შორის. ანთაკაია რომ საკუთარი პროფესიით რაც გევასება, ის რო გაგივარდება, ორმაგი სტიმული არის რა. კი, მაგამ ბავშვი ძალიან და მე ხო როართან რა არის, იცი რომ ახ ჟურნალისტად რო ხარ ნამუშევარი ამდენი წელი და რაღაცა ხო, ხა გიდობა რა არის, რომ მომენტ რაღაც მომენტში მეორე ფერსად აიმოვეს. აი ისტორია დიდად არ შეიცვლება დღიდან დღემდე. ხო, ანუ როარ ცოტა როარ დაიშტამბო. დღეს მაგათაც ველთვიში მქონდა ორი ტური, ერთი ქართულად, მეორე ინგლისურად. ხო და როარ დაიშტამბო ერთი და იგივე რაღაცებით, მე დავიწყე გამრავალფეროვნება რა და დავუშვათ სხვადასხვა ტურებად დავუყავი. იმ კომპანიაში სადაც მუშაობ ინგლისურად free walking tour-ში რა, ლეონ გიორგაძესთან. იქ მუშაობ 10 წელი. ხო, იქაც დაყოფილი გვაქვს თემებად, მაგრამ მე კიდე ჩემპონში ქართველებისთვის კიდე სხვა პონჩი დავუყავი რა, ეს ტურები, იმიტომ რომ უცხოელს რა აინტერესებს. ნახე რა არის განსხვავება. უცხოელს აინტერესებს, რომ ჩამოდის ახლა რასაც ხედავს რა არის ეს. ხო. ადგილობრივს ეგეც აინტერესებს და მანამდე რაც იყო. ზოგადად ადგილობრივების დაკვეთა ხშირია. მე რატომღაც გონია რომ სულ ძირთად ეგ პროფესია რა ბჭყალებში ბიზნეს მოდელი აგებულია უცხოელებზე რომლებიც ჩამოდიან და რა თქმა უნდა 0 არა პროცენტულად, მაგრამ ძალიან დაბალი პროცენტი აქაური მაცხოვრებელი ინტერესდება საკუთარი დედაქალაქის ისტორიით. გონია რომ იცის და იმიტომ არა, იმიტომ რომ უინტერესოა ასე შემდეგ. ეგრე იყო. ეხა იცვლება ეგ. ეხლა რა დაწყებული ეგ დაახლოებით იცი რომ დიდან აი არტარეაზე გადიოდა, აი ცირა ელისაშვილი, დათო ტურაშვილი, სუმბაძე, ალეკო ელისაშვილი, აი მაგათ დაიწყეს იდეაში მაგის შემზადება და მეც მან და ბევრმა ეს არტარიამ გადაიღო თავის დროზე რაღაცა YouTube-ზე დევს ეს თბილისის ტურები, როგორ დადის და რაღაცებს უხსნიან, რომელიც ვაფშე ძალიან ცოტა მიცის ეგ ამბავი რა. ხო, იმიტომ რომ სკოლაში არ ისწავლებს იდეაში, ხო. არა, არც იყო ამის შესახებ ინფორმაცია და თუ იცის ადგილობრივმა კიდე ვისაც იქ ადგილებში უცხოვრია იმან იცის როგორ იცი აი ამ სახში რომ სკოლა იყო მაგრამ ის სახლი სკოლად არ აშენებულა ვაფშე ვიღაცა სხვას ეკუთვნოდა რა ხო ხვდები ხო და ამიტომ არის რომ აი ეს ამბავი არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ შენ კონტექსტში ჩაუსვა რა რომ ანუ ეს შენ დროს სკოლა იყო მანამდე სხვა რაღაცა იყო მე შეიძლება სამინისტრო იყო მე დღეს რაღაც ანუ თბილისი არის ეგეთი რომ ძალიან ცოტა ის შენობა რომელიც თავიდან აშენებული დღემდე ერთი და იგივე ფუნქციის მატარებელია ისე მომეწოდა ვიქთე ხო რა არის ეგეთი ახლა მე რაც მახსენდა ოპერა ოპერა ალბათ ხო
არა პოლიტიკური თემებიც იყო მანდ. ამიერკავკასიის სეიმის ხდომა გაიმართა. მაგრამ ფუნქციურად ხო ოპერათ აშენდა? კი, ხო. და ნუ ხანძარი იყო გასაგებია რაღაც, მაგრამ მაინც ოპერა არის იმის მერეც. კიდე რა არის? რუსთაველის თეატრი? თეატრები ხო, ეგრეა. ძირითადად კულტურული ღონისძიებების ადგილები. კი, სასტუმროები არა. ხო, სასტუმროები? სასტუმროები არა. აი შენ ხო თეატრალური გაგამთავრებული. თეატრალური იყო პალას ოტელი. მაგალითად, ხო. უი, დღეს ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას მოვისმენთ, მეც რომელი წლებია? 1910-ში აშენდა თუ რაღაცა ეგრე, ხო, 1910. ანუ აქეთ იყო რუსთაველის თეატრი, აქეთ იყო რაღაცა სასტუმრო პალატი. 1900 წელს აშენდა, მაგას ერქვა არტისტული საზოგადოების შენობა, რუსთაველის სახელობის მერე მიანიჭა. ხო, მაგის ჯერე გაშენდა, მანამდე სხვა შენობები იყო, მანდ ორსართულიანები, მერე არამიანც მააშენა ეგ და არამიანცის ფულით აშენდა, დღესაც მარიოტია, თბილისის მარიოტი, 1914 წელს ეგ იყო სასტუმრო მაჟესტიკი. მაგარი. ხო, ხო, ამიტომ აი ეგ რუსთაველის გამზერის რო გონია, ხო, სულ ეგეთი არ იყო. ანუ მანდაც იმდენი რამე და ყველაზე მაგარს გეტყვი, შენ ხარ მსახიობი ხარ, ფილმები, თეატრები, რაღაცა. აი, რო ჩართო ფილმები სხვისი შვილები, რო ჩართო ჩვენი ეზო და მაგ პონჩი რო შეხედოთ ფილმი, ის გამოშტარდები იმდენ რამეა დღეს შეცვლილი რო აღარ დგას. ანუ დღეს ეგ ფილმები არის დოკუმენტური. მაგალითად ბარათაშვილის აი ისა სოფიკო ჭიაურელი რომ ისეირნობს ხიდზე ბარათაშვილის ხიდია დღეს ეგ მაგრამ მანამდე სხვა ხიდი იყო თაღოვანი ლამაზესი ხიდი რა ესეთი რა ხო რკინის მუხრანის ხიდი დღეს აღარ დგას ეგ მაშინ იდგა მაგ წლებში რა ეს დოკუმენტური მასალა არის ყველაფერი ბაზარი არის კი უმაგრესია მაინტერესებს ამდენი ინფორმაცია აი ხა მესმის როცა რაღაცა პროფესია ხდება რეალურად ეხა გადამეტებული იქნება რასაც ვიტყვი მე შემიძლია შენ ხელი მოკიდო თბილისში მიგიყვანო და სადაც ხელს გავიშვე ყველაფერს მეტყვი დაახლოებით აი დაახლოებით კი ხო დაახლოებით გეტყვი თბილისის აი ეს ისტორიული ნაწილი მოედნის აქეთ არის იქით არაფერი არის ყო მაგრამ საბურთალოს გულისხმობ დიდიღომი აი ეგა წეები იყო სოფლები ანუ იქ დიდად ისტორიული რაღაცეები არ ხდებოდა იცი რა ხდებოდა, მაგრამ უფრო ნაკლებად. მანდ ეგ თემა არის, თორე უფრო ძველი თბილისია ამომავალი წელი. ნახე რა თემა არის, საბურთალოზეც არის აღმოჩენილი, მაგრამ გათხრებით დადასტურებული რაღაცები, მაგრამ ეგ თბილისი არ ყოფილა. თბილისი ადრე იყო მარტო აბანოთუბანი. მერე დაემატა აი ცოტა რა თემა იცი, აი რაღაც სიონისკენ წამოვიდა უფრო რა. აი მაგალითად ანჩისხატი რო აშენდა დაჩი უჯარმელის დროს, ეგ არის ვახტანგ გორგასლის მემკვიდრე. მაგრამ თბილისის საზღვრების გარეთ იყო ეგ. წარმოიდგინე შენ. რა მაგარია. ხო და ანუ ყველაფერი აბანოთუბნიდან მოყოლებული 10 წლის წერტილი რო იყო ყველაფერი რაღაც დროს იყო სოფელი რომელიც მერე შეუერთდა და გახდა უკვე უბანი რა. ანუ საწყისი 10 წლის წერტილი თბილისი არის ეგ უბანი მაინც რა. აბანოთუბნის მიმდებარე ტერიტორია და მერე იშლება ესე რა. ხო და ეს აგერე ხა ჩვენ ხო დიდუბეში ვართ და ეს მაგალითად სოფელი იყო ცალკე და მე-20 საუკუნეში შეუერთდა 19 საუკუნის ბოლოსაც ჯერ კიდე სოფლად იყო და აქ რა იყო ამ ადგილებში 19 საუკუნის დასაწყისში 1817 წელს აქ ჩამოსახლდნენ გერმანელები. ხო და რო დახედო რუკას აწერია გერმანელთა კოლონიის ქუჩა. მართლა? აქ გერმანელების მიწები იყო ეს სულ. ხო, ეს ამას ერქვა სოფელი ალექსანდერსდორფი საერთოდ. აუ როგორ ასწორებს ამ ყველაფრის დროს. აი ხა მე შემიძლია ვთქვა რომ მე მახსოვს ეს სიტყვაზე. ეხლა რაც ბავშვი გაჩნდა გადავწყვეტი დიდი ყომში რა ისე გავიზარდე საბურთალოს, მაგრამ რის თქმა მინდა. მე მახსოვს ის ქუჩა სადაც ეხლა ვარ. დაახლოებით 2010-2009 წლებში რომ აქ რაღაცა მიწებს ვეძებ თუ რაღაც. იყო ყანები. სად ეგა? ეს არის ნინო აბაშიძე ორბელიანის ქუჩა, ეხა იმედის კლინიკასთან ეგ დასახლება რა. ხო, ეხა ხო გაშენდა მთელი ქალაქი გაიზარდა, მაგრამ არაფერი 15-16 წლის წინ იქ არაფერი დიდად არის. შესაბამისად ეს რაღაცა სახეცვლილი დღეს ეხა იქ რო გაჩნდება და ადამიანი იქ რო გაიზრდება, გონია რომ ესეთი იყო ქალაქი. მე ეს მახსოვს. მამაჩემი მიყובה სიტყვაზე ის საბურთალოს ამბავი როგორ შედგა სპორტის სასახლე რაღაც ანუ ნელ-ნელა შეგიძლია გადახვიდე უკან და რისი თქმა მინდა უყურე სკოლაში როგორც ვახსენეთ ამას არ გასწავლიან რა იქ არის რაღაცა ისტორიის კონკრეტული გაკვეთილები მსოფლიო ისტორია საქართველოს ისტორია აი ადამიანი რომელიც მოწყურებულია და უნდა რომ ჩაეძიოს საკუთარი დედაქალაქის ისტორიას ისე მამაჩემს მიუბრუნდები გიждდება ძველი თბილისის ფოტოებზე რა. აი მშრალი ხიდის ქვემო ჯერ კიდე რომ დინარეა და ისინი რო დგას რა, წისქვილები რო დგას. აი იმ დროინდე რაღაცა ფოტოებს მიგდებს ხოლმე და აი გიждდება ამაზე რა და აი ფოტო მასალა ვიცი, მაგრამ სიტყვაზე არქივში უნდა მიხვიდე რომ ეს ყველაფერი დღეს ინტერნეტმა გაამარტივა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი, მაგრამ აი ინტერნეტამდე ამ ყველაფერის მოძიება სად ხდება, სად იყო ეს დასაწყობებული? ინტერნეტამდე არ დამიწყია მე ეგ რა.
ანუ თითქმის შეუძლებელი იყო იქამდე არქივები და ფორუმები კიდე. ანუ ფორუმჯიზე იყო ბევრი რამე, მან პორტალებია გახსნილი ძველი თბილისის ესენი ფორუმჯი რა გაიხსენე. მართლა ხოძია. კი, ხო. ხო და მან ბევრი რაღაცა მაქვს, მაქედან ძალიან ბევრი ფოტო მაქვს წამოღებული. ამასობაში მე ბიბლიოთეკის ციფრული გვერდები გაიხსნა და მან რაღაცები დევს, რამდენიმე საიტი. კიდე სხვათა შორის ახანაც ჩვენ რუსეთის კოლონია ვიყავით და ბევრი დოკუმენტი რუსულად იყო, ხო? რუსულენოვან საიტებზე არის რაღაცები ატვირთული და ასე შემდეგ. ანუ მაგ რუსულ წყაროებს ამ ამბავში ვიყენებ საჩემოდ რა, რომ საბჭოთა კავშირის ბიბლიოთეკა იმ დროინდელი და წინა და კიდე გაციფრულებული ძველი არქივები რა, რაღაცები, ხო? ამიტომ აი მაგასაც ვიყენებ, რომ იქიდან წამოვიღო. მე რა შვები ახლა კიდე მივდივარ ამ ადგილებში და before after-ებს ვაკეთებ. ანუ ფოტო მაქვს ამობეჭდილი. მოიცა ერთი. ნახე იმის კინო დღეს რო ვაკის პარკის კოლონებთან იყავი. დღეს იყო თუ ეგ არ ვიცი, მაგრამ ნახე ეგეთი ფოტოც კი. არის თუ არა ეს ბილეთი გააძრო? აბა რა. აგერ ახლა გამახსენდა რომ ჩანთაში მქონდა. ხო, აი ამუბნის ტური ჩავატარე გუშინ ზუსტად. ხო და ამ მაგალითად შეხედე, ეს არის კაფე შანტანები, ეს არის აი შენი კამერა, აი ჩათვალე რომ ხედავ ხო, კაფე შანტანები, ეს არის მუშტაიდის ბაღი. აი. ხო. აი სადღაც აქ მღეროდა მარგარიტა. ეხლა დღეს რა არის? არაფერი არ არის ეგენი აქ. ის სცენა რო დგას სადღაც აქ დგას სადღაც სცენა ამ ადგილას. მოძრაობის თეატრი აქეთ არის. მოიცა გეტყვი აქეთ. აქეთ არის სცენა და აქეთ არის მოძრაობის თეატრი. ბიჭო რა მაგარი ფოტო. ხო, კი. აუ რა. ანუ აი მეტსაც გეტყვით ხალხნო, ამას დააკვირდეთ. ეს არის დინამო სტადიონის მშენებლობა. და აუ რა მაგარი ფოტო. და ფილმია ეს. მზე შემოდგომისა. ფილმიდანა ამონარიდი ახლა. დავსკრინე. აუ რა. ანუ მზე შემოდგომისა შეგიძლია განიხილო როგორც დოკუმენტური ფილმი მაგ ამბავში. იმიტომ რომ ოთარ მეურნეობ უხუცესი ხატავს როგორ არესტავრირებენ და ადიდებენ დინამო სტადიონს. შენ ამას ცალკე შენთან აკეთებ ხოლმე ამ კოლაჟებს? თუ როგორც ვიდეოდ განიხილე. ვიდეოდაც და ტურებზეც ვლაპარაკობ. გაგძელ, კიდე ნუ გაჩერდი, მოიცა რაღაც. ესა დინამო სტადიონის მშენებლობა. 1915 წელია. ბიჭო რა ნაი. საერთოდ დინამო სტადიონს რო შეხედოთ, ხო უზარმაზარი ფრთები აქვს, დამატებული ტრიბუნები, ხო? ერთი კუთხიდან რო შეხედოთ, გადმოცილებულია ქუჩაზე, იმიტომ რომ თავიდან რო აშენდა ეგენი ხო არ ქონდა. და რო გაადიდეს მერე უკვე ხო აღარ ჩაეტია, ხო? აუ რა მაგარი ფოტო. ესეც კაფე შანტანია. ესა ამის გადაკეთებული ვარიანტი დგას. ესენი იყო იმ არქივებში შერაც. ხო, არის ონლაინ ამბავში. კი. დაიცა კიდე რამე. კარგია რომ ეს მასალა. კინოპავილიონი, ეს დღესდღემდე. ხო, აი გიორგი სააკაძის მაგალითად სცენები აქ არის გადაღებული მაგარია. ხო, ეს შენობაც დგას ბევრმა არ იცის. ნახე. ეს არის კავკასიაში პირველი გეოფიზიკური ობსერვატორია. ეს სადღაც ახლა. ეგ სადღაც და ეგ ასე ვერ დაინახავ ეს, უნდა იცოდე ეგ ადგილი, უნდა მიაგნო. იმდენად სახეცვლილია დღეს? არა, დამალული არ ჩანს. იმაზე შეტეხილშია, ხო, აღმაშენებელზეა. ხო, ძალიან მაგარი ფოტოები. ანუ ეს მამაჩები, აი ესე უყურებს ზუსტად ვიცი ამ ფოტოებს, მა თუ არ გინახავს, აი ძალიან დერსკი ფოტოებია. ნახე, კიდე მაგას გაჩვენებ, დაიცა. ეს აბა რა არის? მოიცა. შემოხედე. მიდი. თეატრია აშკარად. აფიშებია, ნუ მამაკედან ან კინოა, ან თეატრია. კაი, გაგიმარტივებ, კინოა. ნუ დღეს აღარ არის, მაგრამ ხო. უყურე, რადგან ეს ცა არის, ხო? ხო. ესე იგი მაღალი შენობა არ არის, მაგრამ რომელი წელი არის? გეტყვი ხა რა არის, დღეს მარტო ესაა დარჩენილი. აი, ქვედა ნაწილი. ზემოთ დაშენება აქვს სხვა. მიწა რუსთაველი არა? არა. აპოლო? არა. ეგ არის დღევანდელი კახიძის მუსიკალური ცენტრი. ხადა, ჩემ თეატრის გვერდით, მოიცა ეს. აუ, ბაზა. ქვედა ნაწილი დღემდე არის და ეს იყო 1915 წელს აგებული კინოთეატრი პალასი. ნახეთ რა მაგარი. კახიძის მუსიკალურ ცენტრში რო შეხვიდეთ, პირველი დარბაზი რომელიც არის, მცირე აი იმ 1915 წელს აგებული კინოთეატრის შენობის ნარჩენია. და მე შემოაშენეს 70 და მაგ შენობაში იყო კინოთეატრი ამირანი თავის დროს, სანამ გადაიტანდნენ ფილარმონიის ქვეშ. მართლა? Yes. Next დღეს მაგ გაკვეთილი. რაც სკოლაში გავაცდინე, იქ არის სწავლებოდა და ეს რა არის? ეს დღესაც დგას, ოღონდ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მოიცა, ეს ვინ არის რა არის? ეს დღესაც დგას. სამშობიაროს მივამსგავს. ეხლა ვართ აღმაშენებლის გამზირზეა ეს. სულ აღმაშენებლის ეს ეხლა კი, ხო, აი ესეც. ეს აღმაშენებლის გამზირზე ეს დგას და ხე არის შუაში ამოსული ძალიან ცუდ მდგომარეობაში ეს შენობა.
აქ ავერსის კლინიკასთან რო არის რაღაცა წითელაგურებიანის მოპირდაპირე მხარე ეს დომინოს პიცა და რაღაცეები როა დღეს არა ცოტა იქით კახიძეს გაცდი და კიდე წადი იქით მარჯანიშვილი ხო შემოღობილია წინ ეს იყო თოჯინების თეატრი შეიძლება გახსოვდეს ეს შენობა იყო პირველი შენობა რომელსაც თბილისში რომელსაც ჰქონდა ლიფტი ეს იყო სასტუმრო ვეცელი დღეს არის საშინაო მდგომარეობაში თოჯინების თეატრიც იყო ცოტა ხანი რაღაც სამინისტროს შენობაც იყო და ამ სასტუმროს პატრონი იყო ვეცელი ფრიდრიხ ვეცელი და მამამისი თუ ბაბუამისი ზუსტად აღარ მახსოვს ახლა მესამე თუ მეოთხე თაობის გერმანელი ვინც ცხოვრობდა აქ და იყო ერთ-ერთი პირველი ვინც გააკეთა თბილისში ლუდი მაგარი ისტორია თეოდორ ვეცელი რა მაგარი ოკეი next ეს რა არის ეს აღარ დგას ეს შენობა 1947 წელს დაანგრიეს მაგრამ ტაძარი არის ქრისტიანული გერმანული ლუთერანული კირხე ხო აღარ არის ხო არა ისეთი მაგის ადგილას აი აქ ნახე ეს დაანგრიეს და იწყება ამის მშენებლობა ეს არის ის корпуსი რომელშიც ჩადის მარჯანიშვილის მეტრო ადაო ბიჭო აუ რა მაგარი ხო და ნუ მოკეთ აი ესე რა ძალიან ასწორებს რა ხალხო აი ეს ყველაფერი გადადი ზურასთან და უფრო დაწვრილებით აი ყველაფერს მოისმენთ აუ როგორ ასწორებს ამ ყველაფრის ხო და ხო ხტები ამას უცხოელი ვერ გაიგებს იმიტომ რომ უცხოელმა დღეს რაც იცი დღეს რასაც უყურებს იმაზე უნდა მიიღოს ინფორმაცია და ახლა ბიფორები ახლა მინდა გავიაზრო მაგასაც მე რო ჩავდივარ სადღაც სიტყვაზე რა ვერ მოვიტყუები გიდთან ერთად მე ალბათ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვარ ნამყოფი ექსკურსიაზე ბჭყალებში, როდესაც თეატრი ვიყავი ჩასული, კონკრეტულ რაღაცა მარშრუტზე მივდიოდი და გიდი გვიყვებოდა ისტორიას. მე თვითონ არასოდეს არ მიმართავს გიდისთვის რა, ან Google-ი, მაგრამ არც დავინტერესებულ ვარ. ან ისეთ ქვეყნებში ჩადიხარ, რომ იმდენად ანტიკური შენობები დგას, ხო ხდები სიტყვაზე ახლა კოლიზეუმს რო უყურებ, ხო ხდები, ნუ კოლიზეუმია რა, ეგ პონტი არის, არაფერი განსაკუთრებული, ახალი იმის მერე არ მოხდა რა კოლიზეუმის იყო ის, ანუ მე ხო არ დავინტერესებულ ვარ, ანუ ამით უფრო ძირითადად მაშინ უნდა ინტერესდებოდეს ადგილობრივი მოსახლეობა. ვისი ისტორიაცაა და ვისი ცირაკობის ისტორიაა. მაგრამ მეორე ამბავია, ნახე კიდე რა არის, მაგრამ რომშიც ვატარებ ტურებს. ხო და ნახე რა არის რომის თავისი პეწი რა აქ რო. თუ აი მაგალითად რომი ხო აი ბაზარი არა ცოტა ხნით თუ ჩადიხარ რომში რა ის გიდი გინდა და დაატკბი უბრალოდ რავი ხო 2700 წლის ქალაქია ხო ბაზარი არა ხო ანუ თვალი ხო მარა აი თუ დავუშვათ მეორე მესამედ მე აღმოაჩენ რომ მაგალითად არის ეკლესია სადაც სან პიეტრო ინ ვიკოლი ანუ წმინდა პეტრე ჯაჭვები ნიშნავს რომ იმ ეკლესიაში რომ შეხვალ დახვდება ის ჯაჭვები რომლითაც დამწყეული იყო წმინდა პეტრე თორე პეტრე დამარხული არის რომში მერე იმავე ტაძარში ხელ მარჯვნივ არის მიქელანჯელოს გამოქანდაკებული მოსე და ეს მოსე იმიტომ არის გენიალური რომ ხელი ანუ ეს ადამიანი თვითონ ხო დიდი უზარმაზარი ქანდაკება ამ ადამიანს ხელი ისე უჭირავს რომ აი ხა მე კუნთები არ მაქვს მაგრამ აი არტნე ხო მოკლედ რა ჩვენ თავიფარცხეთ მაგრამ არაფერი არ დაგხვდებოდა აქაც ანუ აი რაღაცნაირად ეს დაკუნთულ ხელს რო დააკვირდეთ აი ისეთი ერთი რაღაცა ისეთი კუნთი ჩანს რომ კარგად თუ არის გავარჯიშებული ხელი ხო რომელიც მარტო ამ პოზაში ამოიბურცებაო ანუ იმდენად ტიპი რა გენიოსი იყო და მაგ მოსეს ზოგადად აქ რქები თავზე იმიტომ რომ თარგმან ამბობენ რომ თარგმანშია შეცდომაო რომ ქერენ თუ ქარან თუ რაღაცა ხო ანუ სხივებსაც ნიშნავს და რქებსაც და რაღაცა აი ხო და ეს პეტერური კოსოვით ადებს თავზე რა აუ როგორ ასწორებს რომ ესე იცი ხო ესე რო იცი კიდე სხვა რაღაცებს აღმოაჩენ მაშინ ხო აი დეტალებია აი რომში თუ წახვალთ აი ეგეთი რაღაც ეკლესიები დაგუგლეთ რა წინასწარ და იმ ეკლესიებში ბევრი რაღაცა რომ ეხ სიტყვაზე ვახსენე ევროპაში შენი საყვარელი ლოკაცია მაგლოგიკით რა არის ვაიმე რომი პროსტა გავარტყით ეგ თემა არის ხო რომი ძალიან მიყვარს ანუ ამ პონტში ხო აი hidden gems რაც არის ხო აი ძალიან ანუ მუზეუმი არ გჭირდება საი როი მუზეუმია თუ იცი ბაზარი არა თუ იცი ბერლინის სად არის მიქელანჯელოების სად არის ისა კარავაჯოებს მიაკდელი რომი მუზეუმში ხო არის მაგრამ ისეც არის მუზეუმია ბაზარი არა ყრია იმდენ ეკლესიაში უნდა იცოდე და ამისი მე ეს რა ქვია treasure hunting-ი რა ანუ საგანძურზე ძიება მაგრა ასწავლე ეგ ვაფშე სხვანაირი მოგზაურობა როდესაც ეს ყველაფერი იცი და ამ ყველაფრის ანახავად ჩადიხარ სულ სხვა ქალაქზე მე ვცდილობ რომ ეგ განცდა დავამკვიდრო თბილისშიც ხო და ამიტომ აქ ბევრნაირი ტური რომ ანუ ცოტა მეც ვიკაიფო ხო და ერთი და ისინი რო რთელო რა
და მე სხვამაც იკაიფოს და ტურისტებს ვეუბნები ხოლმე რა, აი ინგლისურენოვან ჯგუფებს, რომ აი მართლა მე-1000 ხართ, ალბათ მე-1000 ჯგუფი ხართ, ვისაც ტურს უტარებ მეთქი და რო იკაიფოთ, შენ მე თუ არ ვიკაიფე იმით, ხო თქვენც ვერ ვიკაიფებთ მეთქი და ამიტომ იმპროვიზაციას მიმართავ და შეიძლება ამ კუჩიდან არა ამ კუჩიდან წავიდეთ, მაგრამ შენ მაინც მიიღებ იმას, რისთვისაც მოხვედი. ხო. რა სიხშირდება ხოლმე ეს ტურები? დღეში ორჯერ მოქვს ხოლმე ზოგჯერ. ყოველ დღე? ზოგჯერ ყოველ დღე. ნუ არის ზოგჯერ პერიოდი ხა თუ low season არის, ნუ მაგის დეკემბერი რაღაცა, ნუ შეიძლება ერთი კვირა გავიდეს და არ მქონდეს, მაგრამ ახლა ნუ უკვე ტურისტული სეზონია და რამდენი კაციანია ხოლმე? ნუ ზოგჯერ არის 2, ზოგჯერ არის 20. 20? 20-ც არის და ერთხელ აი ხო რა ენერგია ჭირდება. ძველი თბილისის ტურზე შარშან, არა შარშანი ხო, საერთოდ შემოდგომაზე დარეგისტრირდა 70 კაცი და გავყავი ჯგუფი. ხო, ქართული 70 უკვე აი ხო, არა მიკროფონი კი მაქვს, მაგრამ გავყავი ჯგუფი, ხო. იმიტომ რომ სხვა დღეს არ ეცალა და კაი მეთქი 12-დან 3-მდე თქვენ იყავი და 4-დან 7-მდე მე სხვა ხო, თორემ ანუ 3 საათი გრძელდება უშუალოდ პროცესი. იცი რა მომენტია მეტიც გაგრძელდებოდა, მაგრამ ხო 3 არის მაინც ოპტიმალური რა. და როგორა კონკრეტულ უბანზე არის რაღაცა ტური თუ თბილისი? იცი რა, აი არა, გეტყვი რა მომენტია. ნახე, მე მაგალითად დავყავი ეგრე რა. ზოგადად ჯობია რომ მაინც დაყმარა, ხო უცხოელი რომ ჩამოდის და დავუშვათ ერთ იმაში უნდა. ნუ თა დროის მენეჯმენტი სხვა აქ იმას და ხო. იქ როგორ არის, ვიმიქსავ მაგალითად რა, რომ ცოტა სოლოლაკი, ცოტა ძველი თბილისი. ხო და უშუალოდ მე რასაც ვატარებ, ის არის რომ აი მაგალითად ეხლა აი უშუალოდ ორთაჭალის გალაუნიდან თავისუფლების მოედნამდე და ვსაუბრობთ მარტო ძველ თბილისზე. ანუ არ ვსაუბრობთ მე-19 საუკუნეზე და აქ შაითან ბაზარი და ნუ შაითან ბაზარი მამდეც იყო, მაგრამ ხო აი ისეთ თემებზე რა, რომელიც მე-19 საუკუნეში შემოდგა. იქ მოსაყოლი გაქვს ერეკლე, თამარი, ვახტანგი, ესა, ისა, იმდენი მეფე გაქვს, მუნდა რაღაცა გაქვს მოსაყოლი იქ. ვაფშე არ ცალია მაგისთვის. ამიტომ დანარჩენისთვის უკვე მეორე პროგრამა არის, ხო. ხო, ეგრე დაყოფა უფრო რაციონალური მგონია. ხო, ხო. ტურის ტური დავამატე, ხა ფიროსმანის ტური მაქვს აქეთ კიდე. ნიკო ფიროსმანი ამ ადგილებში ხატავდა. ბიჭო, როგორ ასწავლ? ეხლა აი გისმენდა ხვდები რომ საკუთარ ქალაქს ალბათ მარტო მე არ ვარ ესე რა, დარწმუნებული ვარ რომ ერთი 80% საქართველოს მოსახლეობის სიტუაციებისაც აი დედაქალაქის ისტორია ინტერესებს, გონში არა ვართ ვაფშე საცხოვრობთ რა. ანუ იმ ზედაპირზე ვართ 10 წერტილი ჩვენი დაბადება რო არის და მეტნაკლებად. მეცაც გეტყვი. ზოგადად წყაროების სიმცირე არის ჩვენი პრობლემა. ერთი რომ ზოგადად ცოტა წყარო არის რა, ბევრი წყარო განადგურდა, ან არ შემოგვრჩა, ან რაღაცა ეგეთი თემა ისტორიულად და მეორე არის ეს წყაროების არის ტენდენციური ძირითადად, იმიტომ რომ ვიღაცის პოზიციიდან არის დაწერილი, ხო? და წარმოვიდგინეთ დღეს მაგალითად, აი როგორი თემაა, იცი ჩვენ რაც ვიცით ხოლმე, ხო? ისტორიულად. ეხლა უკვე იცვლება ეს თემა, იმიტომ რომ მოგზაურობენ, სხვა ბიბლიოთეკებს ამოწმებენ სხვადასხვა წყაროებს და აჯერებენ მე ერთმანეთს. ისტორიკოსის მოვალეობა არის ეგიდიაში. ის კი არა რომ ეს წაიგითხა ქართლის ცხოვრება და ეგრე იყო, არა. ქართლის ცხოვრება წაიგითხა და თქვა რომ ქართლის ცხოვრებაში ასე წერია და არა ის რომ ასე იყო. ასე იყო რო თქვა, მაშინ უკვე შენ ბევრი წყარო და წაიგითხა. ჟურნალისტური რესერჩია რა, ხო? ხო და რაც შეეხება აი დღევანდელ ანუ რო გადმოხედო მარტო ასე, მარტო ქართული წყაროები რო გით რო იაზროვნო, გამოდის რომ დღეს აიღე ნებისმიერი ტელევიზია და მარტო მაგ ტელევიზიის გაშვებულ სიუჟეტებს უყურია 300 წლის მერე და იმით უნდა შეიქმნა წარმოდგენა რა ქვეყანაში რა ისეთი რეალობაა ხო დღევანდელი თითქოს ნახევარი საქართველოს პოლარიზებულ საქართველოში ეგრე არის რა ხო და ნუ მაშინ ხო დემოკრატია არ იყო და ვიღაცის საამებლად იწერებოდა რაღაცები ხო აი ძალიან საინტერესო ამბავი ეხ ჩემი არ არის ეს ისტორია მე თვითონ ვისაც უყურებ და ვისაც უსმენ პოდკასტებს თავში ქართული არის მწარე პოდკასტი გენიალური პოდკასტია ძალიან კარგი პოდკასტია ბაზარია და ძალიან ხო ამიტომ ჩემი დიდი სიმპათიები მაგათ და დავშვიდე ეგ თემა არის რა რომ და ის იყო რომ ლაშა გიორგიძე მაგალითად მაგაზია არის ხოლმე რა საუბარი ლაშა გიორგის სასიყვარულო თავგადასავლები უფრო მეტილად იმიტომ ვიცით რომ ისტორიკოსი არ არის მაგის მხარეს და ამიტომ უფრო ამოუქეკა ასე ვთქვათ რაღაცები რა და სხვა მეფეების ისტორიკოსები უფრო მაგათ მხარეს იყო და იქ ეგ თემები არ არის ამოწეული არ ვიცით იყო თუ არა განა ის რომ არ იყო ხო ბაზარი არ ვიცით ეს ნიშნავს რომ 50-50-ზე ხო მაგრამ წყაროების გონია რომ ბევრი წყარო ხო არ არსებობს რაც უფრო ღრმად ჩავდივართ ისტორიაში წყაროებიც იკლებს ხო მაგრამ არის სხვა ქვეყნების წყაროები კიდე მაგრამ მონღოლების შესახებ მონღოლებს არ დაუწერეთ არც ერთი სიტყვა როცა ადარებ ეხლა ვამბობდი რა რომ ჟურნალისტიკური ესთეტიკით რო უდგები რომ სწორაზე ორი წყაროს გადამოწმება რომელი უფრო უხვი ინფორმაციით არის ქართული წყაროები საქართველოზე
თუ გამლელი მოგზაურების და ასე შემდეგ. პერიოდებს გააჩნია რა. ნუ აი რომ და შენ გეტყვი რა მომენტია, იცი, რაღაცა პერიოდში ჩვენებიც კარგია, რაღაცა პერიოდში ვის არის კარგი, ზოგადად მაინც ყველაზე ბნელი პერიოდი აი ორი სიტყვა რო წერია ეგეთი რომელია. კარგად ვართ, ან დავიღუპეთ ეგეთი რომელია. იცი რა არის, ეგენი უფრო არის თუ სწორად მახსოვს, ეგენი არის უკვე პოსტმონღოლური ამბები, რა ცოტა აი უფრო აქეთ რომ მოვდივართ რა. ხო, მანდ უფრო ცოტა გაჭენებული ზღაპრებია და ასევე აი ცოტა ძალიან ადრე რა. აი რაღაცა ქრისტიანობის მიღების. ხო, აი ყველაზე ისა. ქართლის ცხოვრებამდე რაც ქართლის ცხოვრებამდე რაც მოხდა ქართლის ცხოვრებაში ყველაფერი დაწერილი. ანუ წმინდანინო შემოსვლა ეს ყველაფერი ცოტა გვიან არის მე რაღაც მომენტები რაღაცები აღწერილი. რა ძალიან არ მინდა რომ დეტალებში ჩავიდე რომ მეტყვი შემეშალოს, მაგრამ ხო. რაღაცები აი რომ გვიან არის აღწერილი რა და გვიან რო არის საუკუნეების მერე რო არის აღწერილი, მიდი და გაიგე ახლა ეგრე იყო თუ არა, ხო. შენ რა იმ ყველაფერს ახლა უყურებ რა, ეს ხო დოკუმენტური წყარო არ არის. უყურე ეპოქები შეიცვალა რომ რაღაცა ბოლოს 150 წელი სიტყვაზე რაც უკვე ფოტო არსებობს და ეს არის უკვე ფაქტი, მშრალი ფაქტი, ვერ გაიქცევი შენობას ხედავ, ადამიანს ხედავ სიტყვაზე ვიდეო, რომელიც ეს მანამდე ჟამთ ამღწერლებზე რო გადავახვიოთ, სუბიექტურობა არსად არ გაქრება. რაც შენ თქვი, ვიღაცა იქექებოდა პირადულში, იმიტომ რომ მას ჰქონდა ინტერესი. ანუ აი ესე წყაროებს რო უყურებ და იმას რო ითვალისწინებ, ეს არის იმ ადამიანების დაწერილი, რომელსაც დოკუმენტალისტიკა არ არსებობდა და სუბიექტურობა იმდენად გარეულია, როგორ უნდა გაყო მან რეალობა და 10 ბიაწინას რო იძახია, ხო იცი, აი ეგ პონტი როგორ უნდა განასხვაო რა. ისევ შედარება გააკეთო. ხო, ძალიან კაი. ხო, აუცილებლად შედარება და კიდე მან სხვა რაღაცები გეხმარება. მაგალითად, თუ წერია რომ სამეფო სიტყვაზე ამოფეხა, რომ აი სამეფო ყვაოდა რაღაცა გაკ მონეტა ამხელა თუ ამხელა ხო მარტივის არის ეგ ფრაზა მარტივის შესაძლებელი ვერცხლია თუ სპილენძია ხო რისი თავი გაკ მან მონეტაზე ჩანს ანუ ეგრევე ატყვევ რომ პროპაგანდისტი იყო იმ დროინდელი ბაზარი არა ეგეც არის არქიტექტურული ძეგლები მაგალითად იმ ძეგლებზე რა აცვიათ მაგას აი ყველაფერი ასახავს სიდუხჭირეს ამ პირიქით ხო ხო რა თქმა უნდა გავლენებს ასახავს ხო ესე კრიტერიუმები არსებობს რომ გაგაგაგა გავლენები მოდა ანუ აი როგორ აცვიათ დავით აღმაშენებს ბიზანტიურად აცვია ლაშა გიორგის დროს უკვე ეს წელში გამოყვანილი ტანსაცმელი შემოდის რაც უფრო აი და ჩექმები და რაღაცა უკვე ეს ცოტა უფრო აზიური გავლენა შემოდის გვირგვინი მაგალითად ჯერ არის ბიზანტიური გვირგვინი ასეთი მე ამ გვირგვინს ცოტა ფოჩები ემატება ეს უკვე აღმოსავლური თემა არის მე უკვე საყურე შემოდის ხო აი ფრაზა ეხა აი ვაფშე არაფერს შუაში არა, მაგრამ ეს ხო სტერეოტიპია და რაღაცა თანამედროვე საქართველოს თინეიჯერობის და არა მარტო ბნელი 90-იანების გამოძახილი რა. საყურეს ესთეტიკაზე მინდა 1-2 სიტყვა რო ვთქვათ რა. ორი კონტრარგუმენტია, ხო? ერთი არის სტერეოტიპული არგუმენტი, რა ის საყურეჭი რაღაცა და არის კონტრარგუმენტი, რომ ეს იყო აქსესუარი მამაკაცის, რომელიც ისტორიულად დაწყებული ხევსურეთიდან, ანუ ყველგან ფიგურირებდა, ისევე როგორც გრძელითმა და ასე შემდეგ. ეხლა კაბა და აი რის თქმა მინდა, მაკეთ მყავს. აი ეს ყველაფერი. უბრალოდ კონტრარგუმენტია, თუ ბევრი მასალა არსებობს, რომ სურველი თუ დაინტერესდება, რომ ბიჭო მართლა ეგრე ხო არის, ანუ ამას მიაგნებს ფრესკები. ხო, აი პროსტა რომ მითხრა საჩეილება ადამიანებმა ხო. ნიკორწმინდაში წადი და უბრალოდ გაახილეთ თვალი. ყველა კაც ლამის, ვინც წმინდანი არ არის და ვინც არის ქტიტორი ნიშნავს ტაძრის დამფინანსებელს, ვინც მისი შემოწირულობითად აშენდა. ყველა საყურე უგეთია. ეს რომელი საუკუნეებია? რაღაც მე-16, მე-17, მე-15 მაგ პერიოდში შემოვიდა რა. ლევან მეორე დადიანი, რავი, აი სამეგრელოს და რაჭის ეკლესიების ფრესკები გადაჭედილია საყურიანი კაცებით. ანუ ის პონტია მან ესეთ კონტრარგუმენტი რო იყოს, ეგ რომელი მეფის გვარი შენახარ და მარტო მეფეებს ჰქონდათ, ეგ პონტი? ხო, მეფეც არ იყო ეგენი. ქტიტორები. დიდებულები, ხო. მაგრამ აი რიგით ცხოვრებაში რა. რიგით ცხოვრებაში ვის ჰქონდა ეხლა გლეხს? ხის საყურე არავის არ ქონდა აქსესუარად ხის საყურე. ეს იყო ძირითადად ეს იყო ანუ ფუფუნების საგანი იყო ესეც რა და ხო ხვდები ეხლა ანუ მაღალი წრის ხალხი სხვა სიტუაციებში იყო, დაბალი წრის ხალხი სხვა სიტუაციებში იყო ეხლა ხო იმ გლეხს საერთოდ სხვა ფუნქცია ქონდა საზოგადოებაში, ქვეყანაში, იმის მოვალეობა იყო, რომ ერჩინა და პური გამოემუშავებინა და ისა ასე შემდეგ, რაც იყო პროდუქტები და ამიტომ იყო გლეხი ყველაზე ნაკლებად მიდიოდა ომში, თუ რაღაცა უბედურება ახდენდა, მაგის დაცვა ევალებოდა სხვას.
პური პურს მეპური აცხობდა ისა რა მუშა მიწვი მუშაობდეს მეომარი გულობნობდეს ხო იმას თავისი ის ქონდა ყველას რა ხო იმიტომ რომ იარაღს სადამზადებდნენ ასე ის ხო არა კონვეიერი ხო არის არა ბაზარია ანუ მივდივართ რეალურად იქამდე რომ პოსტსაბჭოთა გადმონაშთია სტერეოტიპი რომელიც საყურეს აფემინულებს ხო იმიტომ რომ რუსეთის იმპერიაში ზოგადად როგორ იყო ესენი არის ყველაფერი პერიოდები რა ხო შარვალიც შემოვიდა აღმოსავლეთიდან მანამდე ყველას კაბა იცვა ასე ვთქვათ ხო ეს კაბა ისეთი თემაა ეს კაბა იყო ზოგი გრძელი ზოგი მოკლე მაგრამ ბისონი რაც არის ბიზანტიური დღეს რაც მარტო სასულიერო პირებს დარჩათ ხო ეცვას აეროსაც ხო და მე ეს დროთა განმავლობაში და დეტალად უფრო მონღოლური თემის გავლენით ცხენზე ჯდომისთვის კომფორტის ამბავში იმიტომ რომ ქალიც ცხენზე ხო გვერდულად იჯდა კაცი ფეხები გაჩაჭკული ხო როგორც არის ხო ამან ნელ-ნელა გამოიწვიეს აღმოსავლური გავლენიდან შარვლის შემოსვლა ხო რა საინტერესო ხო შალვარ ზოგადად არ არის ქართული სიტყვა ოქში ძალიან ბევრი გავლენა, დიდი გავლენა, ხო? აი მაგაზეც გეტყვი, რო ამბობენ ხოლმე რომ დაგვიპყრეს და დაპყრობების გამო იყო, რომ სიტყვები გვაქვს ამდენიო სპარსულიო. ხო, ეგეც ტყუილია. იმიტომ რომ დაპყრობის გამო როცა შენ დალადებად რაღაცას გახვევენ თავს, იმას იცავ. ღვინის კულტურა დავიცავით. სარწმუნოება დავიცავით. სუნებით და სიყვარულით ხდება ეს ყველაფერი, ოდესაც ინტეგრაცია მოხდა. ვაჭრობა. ევროპაში ნახე შაქარი, თურქულად არის შეკერ. ხო? სახარ, ძუკერო, სიუქ, აზუკა, ცუკო. ყველგან იგივე სიტყვა. დაიპყროს სპარსეთმა ევროპა თუ რა გინდა მითხრა? არაფერი, ვაჭრობისგან გაყვა ეგ სიტყვა. კარტოფილი გერმანიამ დაგვიპყრო, კარტოფელ გერმანელებმა შემოიტანეს. ვაჭრობას მოყვა ეგ. Turkey, ხო არის ინდაური. ინდაური, რატო ქვია ინდოეთთან? Turkey, რატო ქვია თურქეთი ინგლისურად? რაღაც ქვია რაღაც კიდე რაღაცა ჰოლანდიური ქათამი და ასე შემდეგ. არ და ამერიკული ფრინველია. ვაჭრობა, საიდანაც შევიდა იმაში. ვაჭრობის ამბავია ეგ. ჩაი და არა მოქნეული ხმის. ჩაი არის ჩაი ყველგან ან თიტე. იმიტომ რომ ჩინეთის ორ პროვინციაში იყო ჩაი კულტივირებული, სანამ გავრცელებოდა ყველგან. იყო პროვინცია ჩა და პროვინცია და. ჩა არის სახმელეთო და არის საზღვაო. ზღვიდან სადაც შევიდა გახდა თიტე, საიდან შევიდა ჩაი. არა, მაგარია. ხო. როგორ ასე რომ არიქა დაგვიპყრეს, არა, მაგის ამბავი ეგ არ არის. ეგ არის უბრალოდ სავაჭრო ტერმინოლოგიას შეყვა ეგ სიტყვები რა. ხო. და მაგიტო არის რომ რაღაცა სიტყვები დაუშვათ მეგრულში და სვანურში არ არის, იმიტომ რომ იქ არ შევიდა. და ქართულში შევიდა, ანუ და მაგიტო და ეგ დღევანდელ ეპოქაზეც მოქმედებს ეგ ფორმულა როგორ ფიქრობ? ხო, იმიტომ რომ აი ჩვენი თაობა, მე და სხვა ერთი თაობის ვარ დაახლოებით რა, 38-ის ვარ მე. 38-ის ხდები მეც ხო. ხო, აი ზუსტად რა. ჩვენ სლენგში, ნუ მე მეტნაკლებად ჩვენი თაობის მოდი ასე ვთქვა. რუსული სიტყვები ჟარგონის ხარჯზე არის უამრავი, რაც აი პარაზიტივითაა ვერიშორი. კი, რამდენი ვთქვით ჩვენც ხო. არაერთი და კიდე არაერთს ვიტყვით რა. ეს ხო არ მოხდა რა ჩვენ შემთხვევაში ვაჭრობის ხარჯზე. ჩვენამდე რადგან მოხდა, იქ მაშინ მოხდა. ოდის ვაჭრობა არ არის, გავლენა. აი დღეს როგორც ინგლისური ენის ამბავი შემოდის რა. კი, რა თქმა უნდა, კი, ხო. ანუ ეს ვაჭრობა ალბათ უფრო ისტორიულ კონტექსტში განიხილება, რომ თავიდან როგორ შემოდის. ხო, რა თქმა უნდა. მე გავლენა. დღეს უკვე ხო, მე მგონა პოპ კულტურასაც დიდი გავლენა აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, დალაიქება რა არის. მაგრამ მანდ კიდე რა არის, იცი, ესეც ანუ ის სიუჟეტები მაქვს ამაზე გაკეთებული და მაგალითად ვახველერ დაშულო მითხრა, რომ სანამ ენას აქვს იმის ფუნქცია, რომ სიტყვა გაქართულოს, ანუ მოარგოს, მაშინ ისენა ცოცხალი და ადაპტაციის უნარი თუ არა ენას. შენ გაღიზიანებს ეგ ფაქტი ზოგადად, როდესაც ყურს გჭრის იცი რა არის, მათ გააჩნია აი ნახე როგორი თემა კონტექსტ გააჩნია, იმიტომ რომ ყველაფერი არ მჭრის ყურს. თუ დალაიქება მაგალითად კიდე არ მჭრის ყურს რა, იმიტომ რომ ჩვენთან მოწონება სხვა რამეს ვეძახით და დალაიქება უფრო არის ის რომ რაღაცას განასახიერებს. ხო, ჩვენთან ეგრე უკვე მეგობარი და ფრენდი უკვე ჩვენთან გაიმიჯნა რა. ხო, ძმაკაცი მეგობარი და ფრენდი ჩვენთვის კიდე ხო, ახლო მეგობარიც უბრალოდ ძმაკაცია, ისე ხო, ანუ ჩვენთან უკვე ამის ის ხდება რა, დახარისხება, ხო? მის მიხედვით რა, ემოციურობის და მიჯაჭვულობის მიხედვით და ხო, რაღაცები ეგრე გადმოდის რა, პირდაპირ მას სიტყვა ქალაქიც არ არის ქართული სიტყვა მაგალითად პურიც კი არ არის და ინდურია. რამდენი რაც გონია რომ ქართული სიტყვა მაგრამ ხო გახდა. ეგ არის ხო გახდა. ხო?
ანუ თუ ასე შეხედავ, ესე იგი ქართულ ენას გააჩნია ამ ადაპტაციის უნარი, რომ ის მერე გააქართულოს. თორე ასე რომ გაყვე, არაფერი ქართული სიტყვა არ დაგჭება. ანუ ათლეტი არ არის ქართული სიტყვა. 7 სიტყვა რჩება. ჯანი არის სული, ჯანი და ჯინი იგივეა. ჯანი სპარსულია და ჯინი არაბულია, ჯინ. ხო, სულს ნიშნავს. აი ჯინი ალადინში. და მოიც Yes. ხო გეუბნები, ანუ ეგეც მე რა ამ მუშაობის და ამ ინტერვიუების და ამ თემებზე მუშაობის შემდეგ გავიგე და მეც პირი დავაღე თავის დროზე, ხო? ამიტომ თავარი ამბავი არის ის, რომ რამდენად შეუძლია ენას ეს სიტყვები გადმოა ქართულოს და ქართულზე გადმოაწყოს. მაგალითად ნახე liked გააკეთა უკვე ცუდია, მაგრამ დაალაიქა კიდე ოკეია. ხო, აი ოკეია, ხო? ანუ, იმიტომ liked უკვე შენ ზმნას კლავ. ხო, დაალაიქა, ანუ ზმნა ქართულ როგორც ამიხსნეს, ქართულ ზმნას აქვს მაგის ფუნქცია, რომ მოიგერიოს ეგ სიტყვები და სათავისო ყალიბში გადმოაწყოს. ხო, დაასაპორტა. ხო, რამდენიც გინდა. ხო. განსაკუთრებით ბოლო 10 წლეული ალბათ კიდე რაღაცა ერთი 200-300 სიტყვა ისე შეემატა. აი რუსული ხლაპოთ ხო არა და მოახლაპორტა, ჩაახლაპორტა, ანუ მაინც ქართულ ენა იმაშვება, ჩა და ა და ეს სმის ისენი პრეფიქსები და სუფიქსები ამას ტეხავს და არგებს რა თავის ყალიბში მაინც ასე რომ ძალიან საინტერესო საქმიანობა. ხო, ანუ ყოველდღიურობა ძალიან მგონია რომ ამ კონტექსტში მინიმუმ ძალიან საინტერესოა რა, როდესაც ესეთ რაღაცებს აცოცხლებ. ვაფშე გონია რომ ცუდად არ მინდა რომ შეერდეს ფრაზა, მაგრამ ეგ პროფესიები მომაკვდავია. გეტყვი რატო რა ვიგულისხმე რა. ინტერესის კლება ვიგულისხმე ყოველ შემდეგ თაობაში ქექვაში რა. ანუ აი რომ საკუთარი სიძველეების ქექვა, ინტერესი და ასე შემდეგ. და ეს სტერეოტიპი მე მქონდა. ანუ ეხლა რომ მითხარ რომ უფრო მეტი ქართველი მომხმარებელი მოდის ტურზე როგორც გისმენ, ეს ჩემთვის ახლა ძალიან დიდი აღმოჩენა და მაგრად გამისწორდა. იმიტომ რომ მე მეგონა რომ აბსოლუტურად რადიკალურად სხვა სურათი იყო რა, პირიქით მარტო უცხოელებს აინტერესებდა და ჩვენებმა ანუ აი რაც დღეს არის. ამიტომ ვკითხულობ, როგორ ფიქრობ, ეს ერთეულებს დარჩება, როგორც შენ საინტერესო კონტენტად და ერთეული, ათეული, მოდი ვთქვათ, მაგრამ 5-10% დარჩება მომხმარებლის, ვინც ამას შეიწოვს, იკაიფებს ამაზე, მაგრამ მასიურად ეს ხო იმდენად დერსკი ინფორმაცია, რაც უფრო მეც ეცოდინება, უფრო ასწორებს, არაფერს არ გუნებს, მარტო გმატებს რა. აი ტენდენცია როგორი არის, რა საწყობ? იცი რა, ამ წუთას რასაც ვატყობ პირიქით. იზრდება, იმიტომ რომ კონტენტს გააჩნია რა. ან კონტენტის ფორმა ეხმარება, ეგ არის? ხო. ხო, დღეს ხო ყველაფერია. თუ დღეს თუ აი შენც ხო ეგრე უყურებ რა, დღეს რაღაცას აი ხო გაგი ინფლუენსერადაც ხო რაღაცები გიქნია, ხო? ხო, როგორ უყურებ, ხო, როგორ გამოვადნო იქიდან კონტენტი, ხო? ორი აზრი რა. ხო, ეგ არის, ხო? და იმიტომ რომ შენ იცი რა უყურებ სტატისტიკას და ხვდები რა მოწონს ხალხს, ხო? ამიტომ არის რომ კონტენტი თუ გარდაიქმნება რაღაცა ფორმა, მიწოდების ფორმა თუ იგივე ინფო რო შევიტანოთ სიტყვაზე ვიძახ საკლასო ოთახებში და რაღაცა თეთრზე შავად დაწერილ წიგნებში მივაწოდოთ, იგივე მოხმარება არ იქნება, ხო? არა, ის მაინც ხო ხვდები, ის არის must და ეგ არის ფანში აკადემიური ფორმა არ უხდება ამ აკადემიურ ცოდნას? იცი რა, უხდება, მაგრამ ჯერ ვერ მივედით მაგამდე, თორე პირიქით მე საერთოდ აი წარმოვიდგინე შენ როდის აღმოაჩინე რომ სიტყვაზე მოიცა ვინ გითხრა ეხა ერეკლე მეორე და მოცარტი ერთ პერიოდში მოღვაწეობთ. ანუ ხო ეგეთება. ბიჭო. ხო. ვაფშე და მოცარტის დედა და ერეკლე მეორე ტოლები იყვნენ 1000. მე მეკითხოთ ეხა ვაფშე. და დეიდაშვილები არიან, ეხა რო თქვა. არის ცოდი, დეიდაშვილები არიან. შენაერ ადამიანს, შენაერი ბაზის, ჩემნაერ ადამიანს შეუძლია მოატყუოს ბევრი რაღაც და აი ყარაზე ვიკაი, იცი? მე მქონდა არ კაი გაგები. ჩემ მე მაქესტი გეგმა ხანდახან ჩემ შულზე ესე ვიღადაო რა. მშობელი ხო პირველ წყარო არის ყველა ინფორმაციის. მე მინდა რომ პირველი რამდენიმე წელი სანამ ამის მუღამი და ის მექნება და არ გადავა მარაზმში. მე მინდა გავუყალბო ჩემშვილს ისტორია. უთხრა მარაზმი ისტორიები. რაღაცას რო იკითხავს, რომ მამა ეს რა არის. მე მოუყვე ნეპტუნმა როგორ დაგცხო და როგორი შეტაკება მოხდა და მინდა რომ თავიდან სკოლაში რომ მივა, კონდეს გაყალბებული ისტორია. აი ესეთი ბოროტი ხუროობა. ანუ რის თქვა მინდა რომ
მე მისთვის ავტორიტეტი ვარ. იგივენაირად შენ შეგიძლია ძალიან გამიყალბო ეხლა რომ გეთქვა რომ ბიძაშვილები არიან რომ აბსოლუტურად დავიჯერებ. იმხელა ნდობა, მაგრამ გერო გეთქვა რომ მოცარდეს, არ იცოდი? ბიძაშვილმა მიდაშვილები არიან, რა სიძახი? ალალი. ამას ამოუჭრიდი და სად გავშენდი. ალალი ასე იყვნენ. ძალიან მაგარი მოწერა ქონდა. მართლა, საოცარი პროფესია რომ ამ ხელა ესე ცოდნასთან იმაში. ვიცი ვინ მახსენდება ჩემ ბავშვობაში და ჩვენ ბავშვობაში? აკა მორჩილაძეს ქონდა გახსოვს? აკა ძალიან. საოცარი ციკლი იყო მახსოვს ბიბლიოთეკაში იჯდა ხოლმე და ყვებოდა ესე ძველი თბილისის ისტორიებს, რომ ვაჭრების ისტორია. აი, ვისაც არ შეიძლება YouTube-ზე ალბათ დევს, ხო? ეს არის აი ერთი დიდი სიამოვნება, ჯერ ერთი გენიალური ადამიანი აკა მორჩილაძე. საოცარი მანერით, თავისი ამ ხრინწიანი ხმით, რაღაცა კარგ დეკორაციაში ბიბლიოთეკაა, სწორად მახსოვს, რომ ბევრი წელი გავიდა. ყვებოდა, აი მე და მამა ჩემი ვეჯექით ხოლმე და ვიგებდით როგორ ისტორიებს. იქ არის უკვე კონკრეტულ პერსონალიზირებული ისტორიებია, გარდა იმისა, რომ თქვაზე რაღაცა ქალაქის კონკრეტული უბნის და რაღაც ისტორია არის, ასევე ყვებოდა ვიღაცა ვაჭრის ისტორიას, ვიღაცა თავადის ისტორიას, ვინ მოკლა, ვინ გაახარა, ვინვის რა ვალი ქონდა, ანუ საოცარი ციკლი იყო, აუცილებლად დაძებნეთ, დამიჯერეთ, რომ მაგრად ისიამოვნებს, უეჭველი დაიძებნება რა, აკამორჩილაძე. კი, არის და ეხაც აქვს 1000-ნაირი ციკლი, თბილისის კართან არის ერთი, კიდე დაკარგული ციგნები ორი, აკამორჩილაძე სერიოზულად უზივარ, იმიტომ რომ აი გიჟდები მაგის მოყოლილზე, ხო? თან აკამორჩილაძე ისე ყვება. აბა ბიჭო რა მაგარი მანერა. ერეკლე გვერდზე ეჯდა და აი რა მაგრად ყვება, როგორი რაღაც ზღაპრული მანერა. კი, ტელევიზიაში არ გიცდია ეგ ამბავი? ანუ ეხლა ვაფშე ვისა გაქვს დისტანცირებული ხარ? ხო, ნუ სადღა რა, ხო. სადღა? ტელევიზია სადღა? სადღა ტელევიზია ამბობენ რომ 1-2 არსებობს ასე. ხო, მაგრამ იცი რა მომენტია, თან მეორე მომენტიც არის რომ ქრონომეტრაჟი მან შეზღუდულია და YouTube-ზე მიდი და აჰა, აქ მეტი თავისუფლება გაქვს, შემოქმედებითიც და ფორმა ხერხში შეგიძლია იგულაო. თუმცა რაღაც პონჩი მგონია რომ აი ტელევიზიას აკლია ეგეთი პეცი რა. ხო და კიც არის იქ სადაც არის. კიც არის იქ სადაც არის. ორი აზრი არა. ანუ აი შენაერმა ტიპებმა სიტყვაზე რა იგივე რაღაცა აკამორჩილაძე. შენაერმა რა. მე ისტორიაში არ გამოვიდგე, მაგრამ კონტექსტ გააჩნია ხო რა, ვიღაცა რაღაცაში. აი რო გაჯერდეს ქართული ტელევიზია ესეთი შემეცნებით. უკვე ცოტა ზედმეტად ეს ჩარჩო და დავარცხნილი დრო გავიდა. აი ესეთი რა, როდესაც ცოტა სხვანაირი ფერით აწდი, სხვანაირი პადაჩა გაქვს, სხვანაირი რაღაც მუსიკა ადევს ინფორმაციას. აი ძალიან დიდი საქმე გაკეთდებოდა ერის შემეცნებაში რა. მე მქონდა ჩემი რუბრიკა, სადაც ვაკეთებდი რაღაცებს. ანუ ახლა რაღაცებს რასაც გიყვები, მე იქ მაქვს ეს გაკეთებული. რაღაცები, აი ქართულ ენაზე რო გითხარი, რაღაცებზე რა, ხო. ამიტომ მე მანდ ვაკეთებდი მაგას, მაგრამ იქ 7 წუთის სიტყვაზე, იმას თავისი ის ქონდა დრაივი და თავისი და ეს უნდა ჩაგეყარა ყველაფერი რა, მაგრამ ხო, ანუ განა არ შეიძლება, ყველგანაც შეიძლება, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ახლა დღევანდელი მოცემულობა ასეთია. ხო და თან ყველანი უფრო მეტწილად გადავდივართ რაღაც პასიური მოსმენის ამბავში და ახლა ეს მუშაობს, ეხა ხო ეს მუშაობს რა. მე თუ რაღაცა სხვა გამოჩნდება, ახლა თან AI შემოვიდა მაგალითად. AI-საც ვიყენებ, რა შვები, იცი მაგალითად? გრაფიკები და ისინი ვნახე როგორც არის გაკეთებული, ძალიან საკაიფო. უი, ბარემ ამასაც გაჩვენე, ახლა ეს ფოტო ტაროს კარტივით ამოვიდა რა. ეს ვინა რა არის? ეს ფილმი არის სხვისაშვილები. და ეს არის მშრალი ხიდი. ეს არის მშრალი ხიდი ბაზარი არა. ეხლა თუ მიყურებთ Cross Rider-ები, ბაიკერების ჯგუფი იყო MC, აი აქ გულაობდით ხოლმე მეგობრებო, აი ეგ ადგილი არის, ოღონდ ეს რომელი წელია ეხლა ეს არის 56-18 მაგ წელს აგადა. ხო, 50-იანები რა. ანუ ყარი უკვე ამომშრალია მან. ნახეთ რა მაგარი. და რო იცოდეთ, მშრალი ხიდი არის დღემდე შემორჩენილი ყველაზე ძველი ხიდი თბილისში. 1851 წელსაა აშენებული. ხო. ასთე რომ ხო და აი ხა რა შვები AI-ის ამბავში. ეხა ეს ფოტო არ გამოდგება, მაგრამ რაღაც ფოტოებს რასაც აი გეთათ აი ვორონცოვის მოედანი, ვორონცოვის ძეგლი. ამაში პრონტს დაწერ და გააცოცხლებს. ვაფერადებ და მე ვაცოცხლებ. აბა რა. ძალიან ჭკვიანურია. ძალიან. როდესაც თვალი ხედავს მეტნაკლებად ორიგინალ ვიზუალს კიდე რა. კონტენტი გაქვს უკვე რა ისეთი. ხო. ძალიან სწორი ამბავი. აუდიო ვერსიებზე მუშაობ? არა. ცოტა აი ვიცი რა არის, აი ცოტა მინდა რომ მივაწვე საკუთარ თავს რა. ხო რო აი ცოტა მეტი გავაკეთო. მაგრამ ხო და აუდიო ხო დერსკათ იმუშავებს. ალბათ. ციკლივით რო გააკეთო რა. ხო ალბათ იმუშავებს. თან ცოტა ინგლისური კონტენტსაც ცოტა ვეწვალები რომ იმასაც არ მოაკლდეს ყურადღება ინგლისური ჩენელებიც, მაგრამ პატარა ცოტა რა ესეთი რა. აი იმას და ბოლოს მე კიდე ტურები რო გაქვს, აი მე მიდიხარ სახიდან. არა, შენ ეხა რა გრაფიკიც თუ. დღეში 2 ტური და ხანა 60 კაცი. თან ველოსიპედით დავდივარ.
ელექტროველოსიპედი. კიდე კაი ელექტრომაინც დაამატეთ. ხო, აბა ეხლა თქვა გული მომიყოდა, ანუ ენერგია ყოჩა ხან, ამ სერიოზული ენერგია ჭირდება რა. რომ აი ესე ყოველ დღე თითქმის ერთი და ანუ ეხლა მე რას ვადარებ, მე რო სპექტაკლს თამაშ რო გადაებმევა ხოლმე და თვეში რომ აქ სიტყვაზე ყოფილა რომ რაღაც 20 სპექტაკლი მქონია, 20-დან 10 მეორდება და ნუ სპექტაკლს მაინც ხო ეგეც აქვს რომ ყოველ დღე სხვანაირია, მაგრამ შიგ თავსი ხო ერთია, ანუ დრამატურგი ხო ერთია. სათქმელი მეტნაკლებად ხო ერთი არის და გიტრუხდება რა რაღაც ამბავში და მე რეიწყებს საკუთარ თავში რაღაცეების ჩიჩქნებს რომ ეს გახდეს სხვანაირი რომ ეს მაყურებელთან მივიდეს. რა პირველი ისა შტაბეჭდილება ყველა პონჩი ეგრე იქნება შენზე რა. კი, აი ეს უნდა გამოიძახო, ხო? ხო. თან ეგ ანუ მართლა ეგრე არის კიდევაც. აი ორ ადამიანთან სხვანაირად ყვები და 20 კაცთან ეგრევე გერთვება რა ეს ხო. იმედია მოსმენის კულტურა აქვთ ხოლმე ხო? კი, ახლა იქ თუ მოდის ახლა ადამიანი. ხო, აი გონდა მეთქვა, აი ვიღაც ცელკი არ მოვა ხო? მოსაყვანი რო ხდება რომ მოდი აქ. სკოლის მოსწავლეები რა თქმა უნდა არიან ახლა რაღაც ნაწილი ეგრე და მეუბნები ანუ მე სკოლა არ ვარ. მაინც ვიღებ იმპულს, გადახდილი გაქვთ. ამიტომ მე არ დამაკეთებ. წინდადექით, უგანდადექით ისა და ხო, ცელკები და რაც გინდათ ისაკეთეთ. ხო, შეგიძლიათ არ მომისვენ, უბრალოდ ნუ იხმაურეთ, რომ ამათ არ შეუშალოთ ხელი. თანჩენი რაც გინდათ ისქენით, ხო და ნუ ხო. ეგრე ხო, არა. ეგრე ძალიან ისე იმათ მეუბნები რომ ვიხარჯები და კიდე ვიღაცა სალტოებს აკეთებდეს გულიც გამისკდა. ხო და ამიტომ მეუბნები რომ შენ გადახდელი გაქვს ამის პოლი, თუ მომისმენ შენთვის არის თუ არა და აი დარდი. უბრალოდ აი ფასი თუ ისეთ სარკითხულობ რაღაც რამ საშუალოდ რა ჯდება აი ეგეთი ტური. ერთი ადამიანი როგორ ხდება აი კიდე ერთხელ რადგან არ გადამიხდი არც კი ვიცი ეგ როგორ მუშაობს რა. ხო. აი მე მაგალითად ახლა ასაც ვაკეთებ ამ 3 საათიან ტურს დასრულზე სხვა პროგრამაა, პატარაზე ახლა სხვა პროგრამა, მაგრამ ის აი რაღაცა მე-11 კლასზე დაბალი ჯგუფები არ დამყავს. მაინც. ხო, იმიტომ რომ იმას უკვე ის უკვე გართობის თემა და მაგ ამბავში ძალიან ბევრი კაი გიდი ვიცი, ბევრი არა, მაგრამ 1-2 კაი გიდი ვიცი, ვისთანაც ეგრევე გადავამისამართებ, იმიტომ რომ მე მაგ ხარისხს ვერ გავწევ. ხო, მესმის ბაზარი. ხო, რაც ჩემი არ არის, იმას არ ვეხებ. ხო. ხო და ჩემთან მაგალითად, ხო, დასრულის თემა არის 50 ლარი, 3 საათი. ძალიან საკაიფო გუში. ანუ არაფერი ისეთი. ხო, არა, ხო და პახვდი გრჩება რა, ანუ არ გიგშლი არც გადაღებას, არ ჩაწერას, არ დავიმახსოვრე და იცოდე, იმიტომ რომ ჩემი ასე ვთქვათ, ამოცანა კიდე რა არის, იცი? ოკეი, იცოდე ლეგენდები და ლეგენდები გვახსოვს ძირითადად, მაგრამ სიმართლეც იცოდე რა. ხო, რომ აი ამ არ მოგატყუოს მე არავინ. და ამ რაღაცა ტყულში და ბოლში არ ვიცხოვროთ რა. ხო, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად ამდენი ხანია ბოლში ვცხოვრობს და ბიჭო ბოლი არ განიფანტება კიდე გაიხანი საერთოდ ეგეთ რეალობა. ანუ ხო მე ახლა ის კი არა, მაგრამ რაღაცა მესიანისტური შეხედულება, მაგრამ უბრალოდ ვამბობ რომ აი ეგეთ საიდან უცხოეთში ახლა უამრავ ტურზე დავსწრები ვარ და გვიყვებიან რაღაც ძალიან მაგარ ლეგენდას, მაგრამ რაღაცა გვიყვებიან და ვაუ და მე ხო დაიჯერეთ ახლა ეს. ახლა გეტყვით რა იყო? ეხლა რა მოხდა სინამდვილეში? ხო. ისიც არის და ისიც რა, ის არის გართობის ამბავში და ეს არის რეალურობა. ზოგჯერ რეალობა უფრო მოსაწყენია, მაგრამ და ხშირად. ძირითად შემთხვევაში, იმიტომ რომ ესეთი რაღაცები არ ხდება ხოლმე, მაგრამ ლოგიკური არის უფრო. ხო, სამაგიეროდ. ხო, ამიტომ ეგეც არის და ეგეც რა. ყველაზე ცუდი სხვადასხვა იცი რა აღმოვაჩინე, რაც არის, ეგ მანამდე არ დავფიქრებულა რამაზე. ცუდი ის კი არის, რომ ადამიანმა რაღაც არ იცის. ინტერესის არ ქონა. არა. აბა. როცა არასწორად იცის. ხო. აი, იმიტომ რომ მე აი გეჭიდავება რა, რომ ეს ასე არა, ასეა. აი და აი ისევ ჩემ პროფესიაზე რო გავაკეთო ალუზია, თავიდან არასწორად დამახსოვრებული ტექსტი მიჯდებოდა ფრაზა, სიტყვა რაღაცა დიალოგში, მონოლოგში ერთი ფრაზა, რომელიც არასწორად დავიმახსოვრე სიტყვაზე. ახლა სხვადასხვა თემა არის, მაგრამ არსი ერთი არის. ამის წაშლა უფრო რთულია, ვიდრე ნოლიდან დაშენება რაღაცის, ხო? ხო. ძირთად მაგას უფრო ასკდები ალბათ, ხო? აბსოლუტურად, ხო. და მე აი თან ცდილობ რომ აი ძალიან გადაფსიხდე, არა, მე ხო რა გააჩინა რაზე გამოთობთ და რა გეხება ხოლმე. ყოფილა ჩემთან შემთხვევები, რომ ხალხი რამდენი, ნუ შემთხვევები ბევრი 3 ცალი იყო, რომ სამჯერ და თითო ადამიანი, რომ წავიდა ადამიანი.
არგუმენტირებული მაინც იყო კამათი? შენი მხრიდან გასაგებია, მაგრამ იმის მხრიდან. ანუ რა იყო იცი? რასაც ეყრდნობოდა, რამე არგუმენტი იყო თუ უბრალოდ მამა-პაპა მითხრა და ესე იყო? აი, ხო, რა უფრო და აი გაიგეს ისე რომ თავდასხმა იყო თითქოს ისტორიაზე. საკრალურობაზე. მე მგონია რომ ეგ დროს, როცა ეხები რაღაცა ისტორიას და გინდა რომ ფაქტებით ილაპარაკო, ხშირად იმდენად სტერეოტიპულად გვაქვს რაღაცეები დამახინჯებული, გაპრავებული თაობებს შორის, რომ ამის ესე მიჩეჩება სიმართლის თითქოს შეგრძნება არის, რომ შეურაცხყოფა მოგაყენეს და შეეხნეს საკრალურს. და რთული მისაღებია რა. კი, რთული მისაღებია და სამივე შემთხვევაში რა იყო იცი? იმ ადამიანმა დააგვიანა. ანუ მე რა ის წინა ისტორია გამოტოვა. აჰა. ხო და ამიტომ ვამბობ ხოლმე რომ თუ დააგვიანებთ, მე შეიძლება რაღაცები გეწვინოთ, იმიტომ რომ ისე გავხსენი და კონტექსტი აღარ გაიგებთ, ხო და ხო, მადლობა გვერდს მარტო 3 იყო, მაგრამ ხო, არის რა ეგეთი თემებიც და ძნელია, ხო, მაგრამ თან გამოწვევაც არის. რაღაც პუნქტში გამოწვევაც არის. ხო, ის ქონია პირიქით. ანუ სიტყვაზე დამატებითი რამე ფაქტი მოუწოდებია ვიღაც. ვაუ. კი, როგორ არა, კი და ანუ ხო ბევრი ადამიანი გვხვდება რა და ამიტომ ტურიდან ტურზე მე შეიძლება რაღაცები ვისწავლო ან აღმოვაჩინო. კი და ეგ ძალიან ასწორებს ეგეც ხო რა მაგარი პროცესი. ხო რა ყველაფერი არის. ძალიან მაგარი პროცესი. ეხლა ესე წარსულში ქექვა ბიზნესში არის არქეოლოგი რა ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში და პოდკასტი ჩავწერე და მე პოდკასტის გარეთაც რო ლაპარაკობთ, ანუ აი ეგ პუნქტი იყო რა, როდესაც წარსულს აცოცხლებ, ანუ აი რა გრძნობითაც მიყვებოდა, აბსოლუტურად გავიაზრე, აი ხა თქვენი პროფილის ადამიანების გულში და თავში მაგ დროს აი რამხელა кайფი არის რა, როდესაც იქექები და აი ესეთ რაღაცეებს ეხები რა, რომელიც თითქოს უკვე всё დაძინებულია, სამუდამოდ მიძინებულია. შეიძლება მზიშუქი ვეღარ ნახოს და ამ დროს შენ ამას მზიშუქს ანახებ რა. მაგარია. და თან მე მეორე ამბავი აი ჟურნალისტური მიდგომა რა არის? დღეს რაში გამოიყენო ეს? დღეს რაში ხმარება ეხა მაგ ამბავში მაგრამ ხო, ტურისტთან ანუ ადამიანს რო უყვება სხვა პრიზმიდან იმაშოე ბაზარი არა. ხო, აი რაღაცა მოხდა, ანუ დღეს so what, ხო? ანუ ყოველთვის ვცდილობ რომ ამ რეალობას არ მოვწყდე და აქედან დავანახო რა რაღაცები, რომ დღეს რატომ უნდა ანუ კითხვა მაქვს საკუთარ თავთან იცი დღეს რაში უნდა აინტერესებდეს ადამიანს ეს ხო ძალიან სწორი კითხვა ხო და არის რა და რაც თავარია ამით უნდა იკაიფო ხო მე მინდა რომ მაშინ ესეთი იდეა მაქვს რა ვერ ვიტყვი როდის ეს ტრაკის თამაში იქნება ჩემი მხრიდან მაგრამ თუა შესაძლებელი რომ ერთხელ მე რამდენიმე კაცთან ერთად მოვიდე გადაღების საშუალებით ვლოგად და გავაკეთო აი ეგ ამბავი რა შენთან ერთად ერთი თბილისში გასეირნება და მოვისმინო ეგ საინტერესო თბილისის ისტორიები და ამბები და ფაქტები რომელიც გონში არა ვარ რა აბარა ძალიან კაი მაგას აუცილებლად გავაკეთებ არა სერიოზული პოდკასტი ყურებ წეგან მითებიც ახსენი ლეგენდები და ამბავი ძალიან საინტერესო ქალაქი გვაქვს ორი აზრი არა რა მე მახსოვს რაღაცას ვაკეთებთ ადრე ეს რადიო თემა იყო და რუბრიკებს ვაკეთებდით რა და ესე პატარ-პატარა ისტორიებს ყვებოდით ძალიან საინტერესო დაახლოებით იმ სპეციფიკის რასაც შენ უბერავ რა რამდენი შეიძლება აღარც მახსოვს ეხლა მახსოვს უბრალოდ ერთი მახსოვს რომელი ისტორია იყო იცი მშრალხიძე რო სასტუმრო იყო მან ხო სასტუმრო იყო ეხლა სახლი არის ხო და მან კიკივილი ვინ დახატა მუნკი ლონდონი ხო აი ეგ ის მკვლელობის ამბავი რო არის მან ეგ ისტორია იცი დაგნი უველის ამბავი იყო ზუსტად ეგ არტი ჩავწერე და მოკლედ აი მაშინ მივხვდი რომ იმდენი დერსკი ისტორია არის და ის რო თბილის კუკიაზე არის დასაფლავებული და ეს კანდაკება რო დგას ნანახი გაქვს საფლავი დაგნიულის საფლავი კუკიაზე არის სადაც ეს მადონას ის არის რა კანდაკებაზე მოკლედ აი რისი თქმა გრანოტელი იყო ეგ სასტუმრო გრანოტელი ლონდონი მოპირდაპირე არა აი გრანოტელი რომ მახსოვს ეგ ფრაზა რომ მაგას გრანოტელი საოცარი ისტორიაა ხალხო საოცარი ხო და აი ესეთი ისტორიები და მოდი სამი ყველაზე დეგენერატული რა გახსენდება მითი აი დეგენერატული მითი მაგრამ ძალიან რო აი ესეთი აქტუალური არის რა რასაც ასკდები ხოლმე რომ ეს ხო ესე იყო და სამი ისეთი რამე პატარა სტორი კონკრეტულ ლოკაციაზე რომელიც აი
თვლი რომ ყველამ უნდა ვიცოდე თბილისში. ანუ ვახტანგ გორგასლამდეც არსებობდა თბილისი. ხო? კი, მაგალითად ასეთი წყარო არის ერთ-ერთი 120 წლით ადრეა დაახლოებით მაგაზე, ანუ აღწერილია, როგორ შემოვიდა სპარსეთის პიტიახში ქრამხორს ბორზარდი. რამ დაგამახსოვრე ენა მომწყდა მართ მე მოსმენით მომწყდა ენა ისეთი რაღაცა. პოზით დამომახსოვრე. ნაირი სახელია. და მოიცა მანდარი სიტყვა ტიფლისი ნახსენები. ანუ ქალაქად მოვიდა შემოისა რა ქვია თბილისი მისი მოხარკე შეიქმნაო რა ეგ თემა. ხო და რა ხდება ზოგადად ამბავი არის ის რომ ვახტანგ გორგასალს მიეწერება დედაქალაქად გამოცხადება, სატახტო ქალაქად გამოცხადება. თორე ანუ ხო არის საისტორიო წყაროები, რომელიც შეიძლება იყოს ტენდენციური, მაგრამ 2011 სკოლაში ხო ეგრე გვასწავლიან. კი, კაცო, როგორ არა. სკოლაში იმასაც გასწავლიან, რომ 9 ძმა ხერხეულიძე არსებობდა და არ ვთქვამთ ის, რომ თერგელეულების მოგონილია ეგ ამბავი. დღეს კათარზის. ეს ჩემი კათარზისი. ეგ იმიტომ იყო, მაგათ ან ყველაფერს გააჩნია კიდე რისთვის ხდებოდა ეს რა. თერგელეულებმა ნუ სხვა ამბავი. ესე იგი პირველი მითი, ბოდიში, პირველი ყველაზე მაგარი მითი, ანუ თბილისი ვახტანგ გორგასალმა როგორც აღმოჩნდა არ დაარსა. არა, თვითონ ვახტანგ გორგასალმა გამოაცხადა სატახტო ქალაქად, რომ ეს პოლიტიკური ცენტრი და სასულიერო ცენტრი და ეგ თემა იყო და ნელ-ნელა მე დაჩი უჯარმელმა დაიწყო მისმა შვილმა დაიწყო ამის უკვე გადმოტანა, რეალიზება ასე ვთქვათ ამის, ხო? თორე ეს ერთ დღეში არ ხდება ეს ქალაქის დაარსება. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ხო, მეორეც რა 9 ძმა ხერხეულიძე ძალიან საინტერესო იყო. ხო, რა, რომ აგერ 40 სებასტიელის სახელობის ეგრესია რო აშენდა, მაგის ქვეშ სასტუმრო შენდებოდა თავის დროზე მან და ანუ ეს არის აბანუთუბნის შესასვლელში. ხო და ლამაზი მუზეუმია სკუტაშერის მან გაკეთებული. მან ამ სასტუმრო მშენებლობისთვის რო დაიწყეს მიწის ამოთხრა, ამოვიდა და ამოვიდა ეს არტეფაქტები მერვე საუკუნის კედელი რაღაცათელი. ანუ არაბი ამირესადაც იჯდა თბილისში, აღმოჩნდა რომ მანდ იყო ეს ყველაფერი რა. და ჩავიდნენ სამარხიც აღმოაჩინეს არაქრისტიანული წესით დაკრძალული ადამიანის და პირველი საუკუნით დათარიღებული, პირველი მეორე საუკუნით დათარიღებული რომაული აბანო აღმოაჩინეს, რომაული სტილის აბანო. აბანო არის სოციალური დაწესებულება, აბანო სჭირდება დასახლება. ანუ ერთი ადამიანი წყალში იბანავა, აბანოა უკვე ეს ანუ კაციანი აბანო ვერ იქნება. ხო, ანუ ხო, საჯარო სივრცეა. ხო. ანუ ქალაქი გაქვს უკვე შენ, სადღაც მანდ. რო აბანო გაქვს. ვაუ. თან ისეთი განვითარებული რო აბანო გაქვს. ვაუ, ბაზარი არა. ვა, ძალიან დერსკი. ანუ კი არ ვთქვი, არქეოლოგიურად დადასტურებული არა, გუჯე. არა, არ ვთქვი რა, არ ვთქვი იმას რა ვთქვი რა. ნაწერს კი არ ვციტირებ. არქეოლოგიური რომ მიხდე ხვალ 10 საათზე შეხვალ და ნახავ. ანუ მანდარი. ვაუ, ბაზარი. ოკეი, ეს ერთი, კიდე ორი. ხო, 9 ძმა ხერხეულიძის ამბავი ახლა უცებ გამახსენდა, იმიტომ რომ რა არის, იცი? ეგეთი ლეგენდები ზოგადად, ხო? აი რობინ ჰუდები და რაღაცები რა, ახლა რობინ ჰუდი არსებობდა, ეს ლეგენდაა, ხო, მაგრამ შეიძლება მსგავსი ვიღაცა იყო, მაგალითად რობინ ჰუდის თემა, მაგრამ როგორ არის, იცი? შეიძლება რამდენიმე ადამიანის კრებითი სახე იყოს მე რაღაცა. ნუ აი როგორც ბრეივჰარტის ამბავია სიტყვაზე ვილიამ ვოლასის ვაფშე რადიკალურად სინამდვილე სხვა არის და ფილმი რასაც განასახიერებს დაახლოებით ეგ პონტი არის. კი. მაგრამ 9 ძმა ხერხეულ ეხა რამდენს მოხდა გულზე. ხო, მაგრამ ეგ რა თემაა, იცი? ეგეც არის წამოსული რაღაცა ფოლკლორიდან, მაგრამ თუ არ ვწდები გოგებაშვილის მოფიქრებულია ეგ რა, თუ არ ვწდები, იმიტომ რომ თერგელეულების დროს აიწია ეგ თემა, რატო იცი ზოგადად? იმიტომ რომ აი მიზანი რა იყო, რომ საქართველოს კულტურულად და საერთო წარსულით გაერთიანება. ხო არა, მიზანი იქნებოდა აბსოლუტურად სუფთა, გარომანტიზირება რაღაცა იდეის, რომ ეს საკრალური გახდეს და ასე შემდეგ, არავითარ შემთხვევაში ბოროტი ვერ იქნება. ხო, არა, ეს არ ყოფილა რა თქმა უნდა. მაგრამ დღემდე მოსულია ისე, რომ ძალიან ბევრს, ესე იგი ეს გვეგონა ხო, ნუ ეგ ხო ხტები ესეთი თემა ახლა. ხო, მაგრამ ანუ საბოლოო ჯამში არის ეგეთი რაღაცები რა, რომ ამას ახლავს რაღაცა კიდე აი ეს ახლა როგორ მითი მითს ვერ დავარქვევ ამას, მაგრამ ისტორიკოსთა რაღაცა ნაწილი ამბობს, რომ მაგალითად ფარნავაზი ხო მორიგი შოკისთვის მომემზადე, მოიცა მივეყუდო. რაო, ფარნავაზი არ არსებობდაო? რა გული არ გამიხეთქო. ამბობენ რომ რამდენიმე ადამიანის კრებითი სახელია? ხო, შეიძლება. ხო, არის ეგეთი მოსაზრება. რას ეკნობიან, ანუ აი ეს რაღაც. ანუ ივანე ჯავახიშვილიც თუ არ ვწდები, ივანე ჯავახიშვილიც მაგას ამბობდა. ხო. რომ ანუ ვიცი რა არის? საისტორიო წყაროები, რომლებიც ფარნავაზს მოიხსენიებს, ანუ ამბობენ რომ დაახლოებით მე-13 საუკუნეში იყო ჩვენთან თაღრიცხვამდე. ეს საისტორიო წყაროები დაწერილია ძალიან გვიან.
ხო. პოსტფაქტუმ ამბავი არის. ხო, რა თქმა უნდა, ხო. იმ მომენტის ჯამთამხწერელი. იმ მომენტის კი არა და არის სადღაც გონი თუ არ ვწდები მე-10 თუ მე-11 თუ რაღაცა ეგრე. კაიხნის მე, გუშინ დაწერილი. ხო, იმასთან შედარებით, ხო და ანუ დაახლოებით ფარნავაზსა და მაგწყაროს აღწერის შორის იმდენი მანძილია, რომელიც იმ წყაროდან ჩვენამდე რა. ხო და ამიტომ აი ეგეთი რაღაცები, ხო, ანუ ფარნავაზზე ვერ ამბობენ გადაჭრით რა, რომ არსებობდა, ან არ არსებობდა, ამიტომ რაღაც ისტორიკოსთა რაღაცა ნაწილი დღეს მიიჩნევს, რომ ფარნავაზი არის იდეაში რამდენიმე ადამიანის სკრებითი სახელი. ხო. ვაუ, იცი რა კითხვა მებარდება? როდესაც მე არ ვიცი სკოლებში ეხლა რა ხდება. მე სკოლა დავამთავრე 15,000 წლის წინ, ისევე როგორც შენ. ჩვენ დროს სასკოლო პროგრამაში ეს იყო შეტანილი როგორც ჩვეულებრივი ფაქტები, ხო? თუ მე მახსოვს ძალიან ცუდი მოწაფეები ყარა არასწორად. და რასაც შეიძლება ფარცეგაა არასწორი და ხო, ანუ ეგ დამახინჯებას არ ნიშნავს, თუ ეგეც იმ გარომანტიზირების ამბავი, მაგრამ ამას როგორც ფაქტს ისე აწვდი ნორჩგონებას. ხო, მან მეორე თემაა კიდე. ერთი არის ზოგადად სკოლაში ყველაფერი ისე ვერ ისწავლება როგორც დავშვათ მე რა სიღრმისეულად ეხლა ხო ტრიგონომეტრიას დავშვათ ვერ ასწავლებ მაგრამ ფუნდამენტს რო არ ასწავლებ ფუნდამენტს ასწავლე მაგრამ შენ ხო მაინც ადამიანს ხდი რაღაც მომენტში პატრიოტად ხო და იქ ცოტა რაღაცები ცოტა უნდა გაშალაშინო რა მაგრამ მეორე თემა ჩვენ არ დაგვაწევს ისტორია არის მეცნიერება და ისტორია როგორც მედიცინა სიტყვაზე ხო აღმოჩენიდან აღმოჩენამდეა სანამ არ აღმოაჩინეს და არ დაადასტურეს რომ ეგვიპტეში პირამიდები ააშენეს მუშებმა ყველა ეგნორებენ მონები და მე დაადასტურდა რომ ეს ხალხი ამაში ანაზღაურებას იღებდა. მოიც კიდე ერთი რაღაც დაამატა ჩემს. მოიც ეგ ზაჰი ჰაუსის ცნობილია. გამავა შენს სფეროში თორე. აგერ ჩვენ 4 კაცი ვზივართ ისა გვაგდალებული. მოიც ეგ დააყოლებთ. ეგეთი ტიპი გავიჩით. ანუ მოიცა ერთი წუთი. გამავალ ფაქტად რო თქვა პირამიდების ამბავი. მოიცა მე მეგონა რომ მონების აშენებდა. ფული აქვს აღებული. ფული აქვს მაგ დამპლებს აღებული. უფასოდ იმენა პირამიდას არ აგი. მე ვთქვი მათრახის ხარჯზე არა რაღაცა ნაწილი იქნებოდა ეხა მაგრამ ხო ბუნებრივია ხო აგურის რა ქვის მომთრევი მაგრამ ხო ძირთად იყვნენ მუშები ისიც ხო არა ტყუილის ტყვაზე რომ რამდენი ადამიანი შეეწირა მაფშენებლობებს ამდენი აწლეულის მანძილზე არა ეხლა ეგ ბუნებრივი თემაა ეხლა ხო რომ რაღაც ადამიანები დაიხოცებოდნენ ბუნებრივია ხო არა ხო არა ეგ არა ხო უბრალოდ არის ხო რაღაცები მაგრამ ნახე რა მომენტია კიდე მეწვის რაღაც აღმოჩენიდან აღმოჩენამდე არის რა ხო აღმოჩენიდან აღმოჩენამდეა რაღაცები რა და ბევრი აღმოჩენა ანუ რეალურად სანამ უკეთესი აღმოჩენა მოხდება ანუ სტატუს კვოს განასახიერებს იმ მომენტში რაც გვაქის ხვალ შეიძლება ამოგვიყირავდეს სურათი აბსოლუტურად ეგრე ანუ 2x2 4 ჯერჯერობით არაფერში არ არის საბოლოო ხო როგორც მივხვდი კიდე ერთს გეტყვი ეგეთ რომ გეუბნებ ჩემი არ არის ესენი რა ისტორია არა მესმის ბაზარი არა მაგალითად წესიერ არც ერთი მეფის საფლავი არ ვიცით მათ შორის არის დავით აღმაშენებლის საფლავი არ ვიცით რას საფლავი დავით აღმაშენებლის სადაც არის დაკრძალული და ბურსარად სადაც ესმენა დიდი ქვა სადაც არის გელათში ხო მან დაღარასვენია და გადასვენებული არის სადღაც საკურთხევლისკენ ეგ ცნობილი ფაქტია, მაგრამ სად არის კონკრეტულად იმაზეა ლაპარაკი, ხო? არ ვიცით. არც ერთი მეფის არ ვიცით. ის დავუშვათ ცოტა ცხოველში რომ დევს ერეკლე ისა ესენი. ხო, ეგენი სიმბოლურად დევს უფრო, იმიტომ რომ ანუ იმ თავის დროზე არ დაუდიათ არც თავის დროზე, მაგრამ გონი მარტო დავით აღმაშენებლის გვარი, ხო, იქიდანაც გადაასვენეს მე. ხო. ამიტომ ეგ რო ამბობენ ხოლმე თამარის საფლავი არ ვიცით და დანარჩენიც არ ვიცით თურმე. დანარჩენიც არ ვიცით. ხო. ეგ ამბავია რა, ანუ ბაგრატ მესამე ბედიის ტაძარშია დასვენებული, რომელიც ახლა არის რა ქვია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის გარეთ და ოკუპირებულა პოზიცია, ხო? იქაც კი კონკრეტულად ზუსტად არ იცი რა, იმიტომ რომ ეგენი არ გაზომილა და არ შესწავლილა. ხო და ამიტომ ვიცით რომ იქ ამარა კონკრეტულად სად არ არის ხო არ არის კოორდინატებს ვერ გვეტყვი ეგ ამბავი თუ არ ანუ შეისწავლე არქეოლოგიურად ამისთვის უკვე მე ნებართვებია საჭირო საეკლესიო იქნება თუ რაღაცა ხო როგორც არის ხო ეგრე თუ არ ქენი მაშინ ხო ეგ თემა არის ეგრე ისტორიკოს ყველა ნამდვილს რა უმეტესობას ისტორიკოსთან ვინც მისაუბრებ მაგრამ ეცინება რომ ამბობენ რომ თამარის საფლავი არ ვიცით თამარის საფლავის ადგილი არ ვიცით ყველა ამბობს ყველა ისტორიული წყარო ამბობს რომ გელათშია დაკრძალული. ყველა აბსოლუტურად ყველა. ეს არის გვიანდელი ლეგენდა, რომ აი ქალი რო იყო მართველი, ამის გამო მე ამოთხრიდნენ და შეაწუხებდნენ და რაღაცა და ნო. არც ლაბიჯო. და ის ფაქტი რომ დიდძალი ქონება იბერია გაწყვეტება ამბავი რაღაც მექსიკუბო გავიდა და მე
ძალიან ლამაზი ლეგენდა. დამინგრია ბავშვობა. ძალიან ლამაზი ლეგენდა, მაგრამ თამარის და ზოგადად, იმიტომ რომ რა იყო, იცი? გაერთიანებული სამეფოს მეფეები იგზალებოდნენ გელათში გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ეგ არის და ეგ. ოღონდ კონკრეტულად სად ეგენი, და შეერაგონია დავით აღმაშენებელი, ის არის დავით აღმაშენებელი, რაც გელათის ფრესკაა, ეგ მე-16 საუკუნეშია თორცდები და ხატული, დაწერილი ეს ფრესკა. ხო. გელათი ბოლომდე დასრულებულიც არ იყო დავით აღმაშენებელი რო გარდაიცვალა. ხო, ამ რაღაც თანამდებობები დამინგრია თქო ბავშვობა რა. მე მეგონა იმ სოფლიო ისტორია რამდენიმე ფაქტი ვიცოდი რომ მეთქი გადაჭარბებულია და ფრესკა არის როგორც ხელოვნების ნიმუში შედევრია. ხო, მაგრამ ჩვენ ხო არ უნდა დაგვავიწყოს რომ ფრესკა მართლმადიდებლურ სამყაროში, ანუ აქეთ ბერძნულიდან და აქეთ, ხო, არის პირობითი. იქ სახეს მნიშვნელობა რა აქვს, იმიტომ რომ სახე არ არის იდენტიფიცირებადი. რატო თავიდანვე ასე ჩაიდო, რომ ადამიანს რომ ანუ რატო არ არის 3D, სამგანზომილებიანი რატო არ არის, ხო? ანუ იჩლუნგებდნენ ხელს დასავლეთში, იქ რო წავიდა იქ. ამბავი ის იყო, რომ შენში არ გაღვიძებულიყო ეს ადამიანური ვნება და მაგიტო არის ყველაფერი, ხო? ისა ორგანზომილებიანი და რაღაცა, ხო? ორთოდოქსული და ესეთი რა, ხო ასკეტური. მაგრამ იდენტიფიცირება როგორ დამოახდინო? ტანსაცმლით. ხო, აი მაგალითად წმინდა ნიკოლოზს როგორ იცნობ, ყოველთვის აცვია სასულიერო შესამოსელი. იონე ნათლისმცემელს აცვია აკლემის ტყავის ტანსაცმელი. ხო, ან დეტალებით ცნობ, მაგას წმინდა ნინოს უჭირავს ჯვარი რომ მოცილო ძალიან არ გაარჩიო ხო წმინდა ნინოა თუ წმინდა მარია მაგდალინელის სიტყვაზე, ხო? ეგ თემა არის, რომ მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით აკეთებ ამას რა და დავით აღმაშენებელის ფრესკა მასია და ხატვა და საყურები არ ქონია ეგენი არის სასაფეთქლეები, იმიტომ რომ ბიზანტიურ კულტურაში საყურები არ ეკეთათ. გვინზე მაგდებოდა საფეთქლები. ამიტომ რომ ამბობენ რომ დავით აღმაშენებელს საყურე ქონდა კაციშვილმა არ იცის, ქონდა თუ არა, მაგრამ ფრესკაზე არ არის საყურე გამოსახული. ხო, ეს გვიანდელი მერე შემოსული თემა. ამიტომ ეგეთი რაღაცები ამის ცოდნა და არ ცოდნა, ხო, ცოდნა ჯობია ჩემს ვიდრე არ ცოდნა რა. ეგ თითქმის ყოველთვის ეგრეა. ოკეი. მაშინ ეხა გადავიდეთ, ანგიმე დამანგრია. ეხა გადავიდეთ სამი ლოკაცია მითხარი, თბილისის კონკრეტულად, რომელიც აი ფიქრობ რომ must სანახავი არის რა. აი ისეთი რომ ყველა პუნჩი უნდა ვიცოდეთ რა და არ ვიცით. სამწუხაროდ გონია რომ იმ ეგეთი ცნობილი არ არის ისტორია რა. კი ბატონო, აი ერთი ვთქვი, აბანო თუბანში ეგა, რომელიც არის ყველაზე ძველი აბანოს ნაშთი, რომელიც ადასტურებს ქალაქის 2000 წლოვან ისტორიას და ახლავს. ოკეი, ეს ერთი. მეორე მოიცა მანდ ბევრი ამბავია ახლა მეორე იყოს რა ისეთი რომ აი მრავალფეროვნება აქვს თავში ხა არჩევს მენიუში ესე სკროლავს ხა საუჯერ საეპოქა საუკუნეო ხო და მე მნიშვნელობის ამბავში რა ხო რომ მოდი ასე ვიზამ, ასე გავაკეთებ, მაშინ სხვა ეპოქიდან ნავიღებ. დავაი. ხო, ერთი ნუ ეგ თქვით, ყველაზე ძველი რაღაცა. მეორე მაგალითად აი ძალიან ვაუ თვალისთვის. სამხატვრო აკადემია. იმიტომ გარედან არის გაჭაჭანებული ბაროკო და შიგნიდან შედიხარ და სპარსული კულტურა ყვირის. ეს თბილისი არის ეგეთი კონტრასტების ქალაქი. მოდი, მოსწავლეთა სასახლე, რომელიც იყო მეფის ნაცვლის სასახლე. ამერკავკასიის პოლიტიკური ცენტრი იყო ეგ, მე-19 საუკუნეში. რომელზე ამბობ? პარლამენტის გვერდით რო არის, პიონერთა სასახლე. ხო. ანუ ეგ შენობა იყო პოლიტიკურად number 1 მე-19 საუკუნეში. მაკედან იმართებოდა, მანდიჯდა მეფის ნაცვალი და მაგის თითით გატკაცუნებაზე დადიოდა მთელი კავკასია. მაგრამ ეხა ძალიან შეცვლილი. ჩემ ბავშვობაშიც უკვე ძალიან მე მგონი შეცვლილი. ხო, მაგრამ საკრებიანი დარბაზი და საკრებიანი დარბაზი იმედია არის რა. არის, ხო და რას ვამბობ, იცი, რომ გარედან ევროპა და შიგიდან აზია. ეს თბილისის ეს დუალისტია, ხო, ბაზარია. ხო, ოპერის თეატრი სანამ დაიწვებოდა ეს, გარედან აზია იყო და შიგიდან ევროპული დარბაზი იყო, თქო, ოთხკუთხედი ფორმა ჰქონდა ოღონდ. ხო, შიგიდან ანუ იტალიური სტილი იყო და გარედან ეს არაბული. ეხლა რატომ ვამბობ ამას, ხო? აი, ეგეთი ეკლექტური დაგვრჩა მაგალითად სამხატვრო აკადემიის შენობა, რომელიც გარედან სხვა, შიგიდან სხვა, ეგ არის ესეთი ვაუ. ვიზუალურ ამბავში, თორე ეგრე შემიძლია დავასახელო ანჩის ხატის იონე რაღაც, მაგრამ ნუ ახლა ცოტა სხვა ეპოქიდან ვარჩევ და მესამეს ვიტყოდი მაშინ რეზო გაბრიაძის ეს კუთხე რაც გვაქვს რა თეატრი მარიონეტების ამბავი კაფე ისე ამიტომ მან საოცარი ადგილი უამრავი სიმბოლიკა აქვს ჩადებული ბატონ რეზოს
თავისი წარწერით, რომელიც ლათინურად არის extra cepam nihil cognito nos lacrimare, რაც ითარგმნება დაეცრემლები მხოლოდ ხალხის ჭრის გწიოდეს. ხო. და მისი საყვარელი ადგილი, სადაც იჯდა, მისი ხელით დახატული მაგიდების თავები, იქ ძალიან ბევრი ნიუანსია კიდე. საოცარი ადგილია. ხო. ამიტომ 1, 2, 3, აი ამ სამს გეტყოდით რა. ამ პირველი აბანო, მოდი ეს იყოს ისეთი საფოტკავო ადგილი და მესამე ეს ხვალვე შეგიძლია ნახო ადამიანო, ვინც მიყურებ. დილით დაიწყო, წახვიდე და სამივე ლოკაცია კარგად დაათვალიერო რა. კი, თან ხოლღია ესეც სამხატვრო აკადემიაც. აუ, რამდენი რაღაცა საინტერესო მომასმენი მიყვარს ესეთი პოდკასტები. კაი, სანამ ბოლოში გავალთ ტრადიციულ დესერტზე. იცი რა მინდა, ორი ისეთ შეკითხვა მაქვს რა, ბანალური. იდეაში, რადგან ისტორია ესე ძალიან გიყვარს და საქართველოს კონტექსტზე ჩარჩოში მოვექცეთ რა. დროის მანქანა რო გქონდეს. აი მართლა, სად გადაბარგდებოდი ერთი თვით? აი რომელ ეპოქა და რა არ გადაბარგდებოდი რა? არა, მოდი დაცული ხარ ის ერთი თვით, არც ვაჭრობაში გაკიდიან, არც არავინ მოკლავს, არაფერი, ანუ მაყურებლის სტატუსით რა, ხვდები. ოკეი. თუ გინდა ერთი კვირა, თუ გაგიტროხდა ერთი კვირა. აი და რატო რა? რომელი იყო ყველაზე საინტერესო შენი აზრით? აიმე. ვიღაცა იტყვის დიდ გორს ვნახავდი, ვიღაცა იტყვის იმას ვნახავ, ბასიანს ვნახავდი, ვიღაცა ამას. აი შენ რას ვნახავდი? რას დაესწრებოდი რა, რა სურათს ვნახავდი? საქართველოში დაგაბრუნე. ეგვიპტე ეგრე დედამიწას ბევრი ადგილებსაც კი. საქართველოში. რამზესი გამიშვით ეგვიპტეში. რამზესი დაინდოს. так, მეორე, პირველი არ მაინტერესებს. კაი, საქართველოში დაიცა. იცი რა? რო გავყოთ გაყავი ხო? აი ხა. ჩვენ დროის მანქანა არ არის. აი სადაც ჩავსხავ ბატონო, იქამდე. ესე იგი, ერთი მაინტერესებს, აი საპატრიარქოს ადგილას როსტომხანის აშენებული სასახლე იყო, ერეკლეს დროს როგორი იყო, და ერეკლეს ამბობდნენ ძალიან მაგრად იყო მოხოდილიო და ეგ მაინტერესებს. გაგანია სპარსულ ამბებში იყო ვიზუალურად. გავლენის, აი ეგ მაინტერესებს ერთი. მან პირველი სტოპი მან ეკნებოდა. და მეორე უფრო უკან კიდე იქით. ხო, აი მაინტერესებს მაგალითად აი ჰისნის სასახლე, აი ჰისნი არის დღევანდელი მეტეხის. ეგ რა არის ჰისნის? ისანი ანუ ჰისნი ისანი. ხო, ჰისნის ციხე არის ის, რასაც მე მეტეხის ციხე. ციხე ოღონ ის არა და ციხე სხვაგან წავედი. ციხე ჩვენთან საპრობილეც არის და ციხე გალავანი. ხო. ჩვენ ყველაფერს ციხეს ვეძახი. ამიტომ prison არა, fortress. ხო, ანუ ციხე-სიმაგრე. მაგას ნახავდი. მაგ ამბავში შიგნით იყო დავით აღმაშენებლის და თამარის დროინდელი სასახლე, რომელიც იყო მტკვრის მარცხენა მხარეს, ანუ დაახლოებით მეტეხის მიმდებარე ტერიტორიას. ეგეც მაინტერესებს, მანდაც საინტერესო ამბები გააკეთე, გაჩერებები. კაი, გავწდე ჯანდ კიდე გიმატე ბენზინს. 1-2 გაჩერება ქვეყნის გარეთაც გაძრო უფლებას. ეგვიპტე? აუ, ხო, ეგვიპტე. რატო ეგვიპტე? მაინც პირამიდების ისე რა არის, მე ჩემი ბავშვობის სიყვარულია ეგვიპტე ზოგადად. ანუ მე რო იცოდეთ ხალხნო ეგვიპტელი ვარ რას გას მე ვარ თუთმოს მეოთხე ლიტერატურა არის ხატულ ლიტერატურაში ბევრი არაფერი წამიგდოს მთელი ჩემი ცხოვრება ბავშვობაში რო ჩავდივარ ქუთაისში რო ვუყურებ ჩემ წიგნებს დაუშვათ ხო რაცა აქ მომძვრალი ყდა არის მარტო ენციკლოპედიები და ეგეთი წიგნები ეგვიპტე იყო ამომავალი და ეგვიპტე ძველი რომი ეგეთი რაღაცები თორე აი ისი ჩაწიკწიკებულია მხატვრული ლიტერატურა მარტო მტვერი და შიგნით თუ გადავშლი ჰერბარიუმად ვიყენებდი მაგაც პეპლები და ბუზები და რაღაცებია შეგეთ, მაგრამ აი რასაც მინაწერები სადაც მაგ დაიჭა, აი რაგლეჯილი მაქვს სულ ეგეთი წიგნები რა. ხო, რა ვქნა, ჩემი кайფი იყო ყოველთვის, მე მაინტერესებდა ყოველთვის ის რაც მოხდა, უფრო მეტად ვიდრე ის რაც მოხდება? არა, იმისი მხატვრული აღწერა. всё, ოკეი. ხო. განა არ მაინტერესებს, მაგრამ ეგვიპტეზე მე არაფერი მხატვრული წიგნი არ წამიგდავს, ჯერ მაინტერესებს, ეგვიპტელებს ქონდა აი
შესანიშნავი პოეზიაც კი შესანიშნავი ქონდათ და ანდაზები და აფორიზმები, ხო? მაგალითად, ახლა თუ სწორად გავიხსენებ, მე რაღაცა მეყვარები მანამდე სანამ თები არ გადაადგილდება და სხვა არ შევა ნილოსში თუ რაღაცა ეგეთი ფორმულირება. ნილოსში არ შევა, სხვა არ შევა ნილოსში. აი რაღაცა ეგეთი რა, ანუ ძალიან რა შეყვარებული ეგვიპტეზე. ძალიან სიგიჟეები ქონდათ რა, ხო, ამიტომ ხარ ნამყოფი ლოგიკურად. არაჯერ. მოდი არ ჩახვიდე. აი დამიჯერე. შენ ახლა შარმალ შეიხიდან თუ მელა. არა, ჯვარი მეწერო შარმა შეიხის დებილი დედავათი. მაგრანგები. მოდი შენ მომიყევი სათხარ ნამყოფი. კაიროში, საუნდობო. კაირო, მედი არა. კაიროა მარტო ეგვიპტე, ლუქსორი, კარნაკი, დაჟური. რა მიცაც რუდუნებითაც ეხა აღწერ მაქსიმალურს. მე მქონდა ბავშვობაში ახლა როგორც ალბათ. ყველას პირამიდები, ეგვიპტე, რაღაცა იეროგლიფები, მე ძალიან მიყვარს ეს კულტურა, მაგრამ ერთი აქ რო ჩადიხარ და ხედავ ამ ანტისანიტარიას, მე არ ვიცი ახლა რა ხდება, მე 2016-17-ში ნამყოფი. ეს არის სპეციალური უბნები სანაგვეები, სადაც ამ ნაგავში ხალხი ცხოვრობს და ამით ცხოვრობს, ამაში და ამით ცხოვრობს და მე რომ მიდიხარ და ამ პირამიდას ლაივში რო ნახულობ, ცოტა ის გაქვს რა, ანუ აი რა შეუკვეთე რა ჩამოვიდა რა. ეგ გაქვს. ხო, ეგ იქნება. ანუ მოლოდინი სამწუხაროდ ეს ბავშვური ის რო გაქვს, მოლოდინი რო არის, რაღაცა საოცრება არის, მაგას ვერ დაუკარგავ გინდა ის ფიქს რაღაცა, მაგრამ ლაივში ამ პოპკულტურამაც თავის იქნა რა შენიღბულად გამხატრულებულად ნანახი პირამიდების სხვადასხვა ფილმში რომ მიდიხარ და აი ამ მილიონ ადამიანს აკლემების იქ რო გცდილობენ რომ ფული მოგპარონ ფოტოზე იქ და გაყაჩაღონ და კარჩე აფერისტებიც ანუ იცი როგორი ვაიბია რომ გინდა რომ აი ნახე და წავედი ხა რა ეს ჩემი სუბიექტური გამოცდილება სიმართლე გითხრა პირამიდები ყოველს ნაკლებად მაინტერესებს მან სამარხები მაინტერესებს ხო ანუ აი ეგ პონტი არა ჩასვლით ყველა პონტში უნდა ჩახვიდე რა და სხვადასხვა რო იცოდე პირამიდებიდან კლეოპატრამდე უფრო დიდი დროა გასული ვიდრე კლეოპატრადან აიფონის გამოგონებამდე კიდე მორიგი ტვინის აფეთქება ეგ ამბავი ანუ კლეოპატრას დროს პირამიდები ისეთივე რაღაცა იყო როგორც აი დღევანდელი კლეოპატრა. просто რამხელა ცივილიზაცია როდინდელ ეპოქაზე ვლაპარაკობ. დინოზავრებზე კიდე. აი იცი რომელი დინოზავრი თუ არა სტეგოზავრი ქვია? იცი რომელია მის იყო მცენარეებით რო ხო ტრავაიადნის რო ეძახიან ხო. ხო ეგა რომელია იცი? შიპები რო აქვს უკან ეგ არის ხო დიდი სტეგოზავრი მაკედან ტირანოზავრამდე უფრო დიდი მანძილია. ეხა იწვევს ვიდრე ტირანოზავრიდან აიფონამდე. ხა მართლა ხო? ხო, ანუ სტეგოზავრი უფრო ადრე იყო. ხო, როგორც ვიცი 300 მილიონი წელი ბატონობდნენ, ხო, მეტნაკლებად. 300 მილიონი წელია დინოზავრების ეპოქა მეტნაკლებად. მე ხო, არა, მანდ არის ეგეთი. ხო, არ პლანეტაზე 300 მილიონი წელი ბატონობდნენ რა. რაღაცა 60 ხო, ნუ მოკლედ რა. კი ბატონო, იქნება ეგეთი დაშორებები, ბაზარი არის. ანუ ერთპერდი ძალიან მაგრა ვეჯექი იმათ რა, ეგეთ did you know ფაქტებს და მე მგონი ერთ ეგივე ბიბლიოთეკა ქონდა მე და შენ ბავშვობაში როგორც ვატყობ რა, დინოზავრების წიგნებიდან დაწყებული ეგვიპტის ენციკლო, ყველაფერი დაახლოებით იყო ჩემს სახლშიც რა. ანუ ერთი პერიოდი ისე ქონდა გაჭედილი დინოზავრის ხმებს მას. აუ როგორ მე ძალიან მე ვას. იცი, აი ჯურასიკ პარკ ორი ხო გაქრახი. პატარა დაჭრილი ტირექსი რო არის ფეხი ხო, დედას რო ეძახი. ხო. აი ესე დამუღამებული რო აქ და დღე კაი ტრეილერი გამომივა როგორც ვატყობ ძალიან საკაიფო ფაქტები გახონძრო. არ დავაზი რა საერთოდ დინოზავრის საკაი. ანუ დინოზავრების მაგრად გიყვარს. აუ კი. ნუ ახლა იცი რა არის ლაივში ალბათ არ მეყარებოდა იმიტომ რომ ხო მეც ეგრე მგონია ლაივში და ჩემი ღვიძლით ითამაშებდა მაგრამ ხო მაგრამ კი რა თან სპილბერგმა ნუ გენიალურად გააკეთა საოცრება არის ძველი ჯურასიკ პარკები განსაკუთრებით ახლების რა მოგახსოვთ მაგრამ აი ჯურასიკ ვორლდი არა ჯურასიკ პარკი ვისაც არ გინახავთ ეს არის შედევრი რა მუსიკა ყველაფრის ჯონ უილიამსი აბსოლუტური შედევრია პირველ მეორეც ძალიან კარგია მაგრამ განსაკუთრებით პირველი ეს არის ნუ აი საოცრება რა კი და მან თან გადაღების ამბებია საინტერესო იქ აი ყველაზე ცნობილი კადრი ხო ისე ხმები რო ისმის დინოზავრის ნაბიჯების და წყლის ორი ჭიქარო დგას და ისა ბუმ რო ხო ზანზარი რო არის ზანზარი და მან ზანზარს ძალიან გაწვალდნენ ეს ჭიქები რო სწორად გარხეულიყო და რა ქნეს გამოუდეს ქვემოთ გიტარა და სიმს გამოკრავდნენ და მე წრიული ისა რა ქვია ხო მაგით აკეთებ შენ მეიკინგ ოფიც გაქნა ნახე ასნაც როგორ კეთდება დინოზავრები ძალიან დერსკი მან ხო არ იმოგზაურობდი ბოლო გაჩერება სა დინოზავრები ბოლო ჩემტერი არა კონდეს და მან ერთ-ერთი ისა დაპარკინგება დინოზავრებთან აუ კი აი მომენტ ხო რა აი საინტერესო ხო აბა რა
ბალოს და ბოლოს იმას მაინც გავიგებდით, რით იყო დაფარული. იმიტომ რომ კანი ხო არ შემოგხდა. ხმაც ანუ მაგაზე როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს ხმა რა Jurassic Park-ში არის, ეგა მსგავსიც კი არ ქონიათ. ანუ რეალურად არაფერი მსგავსი ხმა არ ქონიათ. რა ანუ ხორხი ვერ ეკნებოდათ მსგავსად მოწყობილი. ანუ უფრო რაღაცა ფრინველის ის იყო რა გაკეთებული. როგორი ხმა ეკნებოდა რეალურად ტირანოზავრ რექს რა მართლა და არა ის სულია რაღაცები ხო ეგ გასაგებია რომ ტექნიკურად გაკეთებულია მაგრამ ანუ ყველას ხო გაგვიჯდა რომ მეტნაკლებად გონია რომ დინოზავრს ეგეთი ხმები ქონდა არც კანი იყო ეგეთი სტრუქტურის ანუ არ ვიცით ეგ ყველაზე ღედაო ფაქტი რა არის იცი გონი არ ვიცით რა ამიანაც მახსოვს ხო დინოზავრების პირდაპირ შთამომავლები ხო ქათმები არიან ფრინველები ну просто катами რო ავიღოთ რა. ანუ დინოზავრმა რო გაიგო, ტირანოზავრ რექსმა რო გაიგოს, რომ მისი შთამომავლები KFC არიან. ანუ ყოველ დღე ვჭამთ როგორც არაფერი. просто ხელაში მოაწყობა. წარმოედგინეთ თან. ტიპი თან რო გაპუტო კათამი და გვერდ-გვერდ რო დააყენო ტირანოზავრს პატარა მოდელი. ერთი ვიძე არიან. ანუ ერთი როჟები არიან. ხო, ყველაფერი აბსოლუტურად და რაგორი დერსკები იყვნენ და ჩვენ რა ვუქენით ესე იგი როგორ დავამონეთ. რა ქვეყანა და აგრია აგერ შენი homo sapiens აბა ჩვენ რა უქენით კაცო მაგრამ ხო ნუ ის თემა არის რა რომ აი დინოზავრებიდან მაგალითად ხო ერთ-ერთი იცი რომელი აი ცოტა აი ძულოვანი წანაზარდი რო აქვს აი ასეთი ხო ესეთი ტიპი არის ხო აი ეს ხო შემორჩენილი და მაგით აღადგინეს ეგ ინსტრუმენტი ჰაერი ჩაბერვით რომ ხმას გამოსცემდა ანუ რაღაცა ხმა მეტნაკლებად იციან მეტნაკლებად კი მაგრამ აი ზუსტად ტირანოზავრ რექსი იყო ყველარი დამოსდიოდა ხმა და ვაფშე მსგავსი ხმა არ ქონდა რა. ანუ აი რაღაცა გააკეთეს იმიტაცია, მე მგონი Discovery-ს თუ BBC-ზე უყურებდი რა. აი საერთოდ აი რა გითხრა, არაფერ შუაში რო არა. მანდ არის დამიქსული მე მგონი ვებხვის და რაღაცის ხმა. რაღაცები და ვითომ ვიზუალს ძალიან კარგად ხო, ვიზუალს იდეალურად აჯდება ეგ ხმა და ამიტომაც აი დინოზავრის მოკითხვა. მოკლედ, ჯერ გეტყვი რომ ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი, ძალიან ვიხალისე და ძალიან გაასწორა. მოდი ცოტა პოპკულტურასაც შევიდეთ, მეტნაკლებად. მე ძალიან მისწორე რა შენთან. შენთან მეც და სიამოვნებით გავამეორებ რა. ეს ან მგონია რომ ამოუწურავად შემიძლია ეს ადამიანი დავცხრილო რაღაცა კითხვებით და ყოველ დღე მქონდეს ახლის გაგების კათარზისები, ასე რომ აუცილებლად გავამეოროთ. ბოლო არის ხოლმე როგორი დესერტს ვეძახით რა. რჩევებს ტოვებთ. ხო. ძირითადად რადგან პოპკულტურა თქვი გარნიშნავს რომ აუცილებლად პოპკულტურა არის რა. სამი შენ სამი მე. რაზეც თვლი რომ მაყურებელმა დრო რო დახარჯოს, მინიმუმ ესთეტიურ სიამოვნებას მიიღებს, პლუს შეიძლება შემეცნებად იყოს. შენ რო ამბობ მე ესე ვაკეთებ, აქ აფიშა ნათდება. მე მაგ დღეს მომზადებული მე მგონი ციგნიც მაქვს, ფილმი და მე მგონი ანიმეა. ნუ აქ მე აფიშები მაქვს. რიგრიგობით. დაიწყებ თუ დავიწყო? მე დაიწყე, აბა შეიძლება. ხო. ოკეი. მე 7%-ია ტელეფონი არ ჩამაკვდა ხელში. გააქვს ცოტა ხანი ასუნთქე. ცოტა ხანი დამეისუნთქა. так, მოდი დავიწყოთ ანიმეთი. მიდი აბა. მე ძალიან მიყვარს. ფანი ვარ, ზედმეტად და ძალიან კაია. ვნახე ორი სერია არის, მაგრამ ნუ ერთში გავაერთიანებ. მე ეს მქონდა rilsები ნანახი, ვერ ხვდებოდი რა იყო. ჩინური ანიმეა, მე მგონი იაპონური არ არის. მაგრამ ისეთი კარგი გაკეთებული, აი ცოტა სადღაც მიაძაკის ვაიბი აქვს. ძალიან კარგი ექშენია, ძველია თან, ანუ ძველი არის რა, პირველი არის რაღაც 15 წლის წინანდელი, მეორე სერია ახლა გამოვიდა და ძალიან საყვარელი სტორი არის. მე გირჩევთ ნახოთ The Legend of the Hay, ესე ქვია, ორი სერია. ორივეს ამოვანათებ. დამიჯერეთ არინანებთ ორივეს რომ ნახავთ. ეს არის განსხვავებული ანიმე, რაც დიდი ხანია, ხვდებით რომ ყოველ დღე რა რაოდენობით მოვიხმარ. ესეთი განსხვავებული, აი ექშენიც რო კარგია, სათქმელიც რო კარგია, შეფუთვაც რო კარგია, მუსიკაა ფანტასტიკური და სითბო, აი მიაძაკის სითბოს მე ვეძახი რა, რომ აი რაღაცნაირი სითბო ტრიალებს რა ნახატში. აი ამას ქონდა, მიუხედავად რომ მიაძაკი საერთოდ არ არის. ასე რომ ჩემი პირველი იყოს აი ესენი. დავაი. აუ ანიმეები, იცი ანიმეები უფრო ნუ იქნება ანიმე რაც გინდა. ისე ამბობ უბრალოდ ანიმეები უფრო მიყვარს ვიდრე ისა ვახერხებ რომ უყურო ზოგადად ბოლო დროს ბევრ ამას ვერ უყურებ აი ამ რაღაცების აბსოლუტურად მესმის შენი. ხო და იცი რა არის ესთეტიკური სიამოვნებას მაგალითად ბოლოს რაც რისგანაც მივიღე ესთეტიკური სიამოვნება და იმის მე როგორი არც მიმიღე ეგეთი კაი ფილმისგან. ლალალენდიც კი არის ყო ეგეთი. აუ მაინც ალბათ მაინც რა ისე შეიძლება გასვეთილია მაგრამ ნუ მაინც გრან ბუდაპეშტია რა აუ იმენა აი ციგნი მაქვს იცი მაგას როგორ მართლა ანუ აი ესეთი უზარმაზარი ციგნია ხო
არ წამიკითხავს, просто ვათვალიერებ ბავშვივით. ბაზარი არა. აუ რა კლასია. ხო რა. ძალიან კლასი. просто აი გემოვნების სტილისტიკის თან ბევრ სტარიანი ფილმი ხო ძირითადად უმეტეს შემთხვევაში ცოტა ვერ გამოდის. ხო, ვარდება ხოლმე. პლედის გადაკაჩვის პრინციპი იწყება. ეს ძალიან მაგარია. ვისაც არ გინახავთ, ხო, ოსკარები აიღო, ხო, თან? აუ, ალექსანდრე დესპოტმა აიღო ოსკარი, ვინც მუსიკა დაწერა. ფილმა არ აიღო, მე მგონი. მე მგონი ფილმა არ აიღო. მე მგონი ინტერსტელარის წელია თან. მე მგონი ინტერსტელარმა აიღო მაგ წელს. რატომღაც ეგრე მახსოვს რა. საოცარი ფილმი, ხო. საოცარი ფილმი, სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი. აბატონო, ეგეთივე შორტი გაქვს, ანახი მაგ სტილისტიკაში გადაღებული კამბერბეჯის ბერი რო არის ლივიტაცია თუ რა, აუ ძალიან გამისწორდა, ეგ ნარჩევი მაგ ადრე, მაგ ვაიბში არის, მაგ ფერებში არის, მაგ სტილისტიკაში არის. მე მგონი იგივე რეჟისორის არის. ოკეი, შენი პირველი ეგ იყო. მგონი ვეს ანდერსონისა ეგეც ხო? მე მგონი რა, იმიტომ ძალიან ერთი ხელწერა არის რა. მოდი მეც ფილმს ვიტყვი მაშინ. ვნახე აი ეს, ხო არ გინახავ შემთხვევით. აუ არ მინახავს. ახალი არის, წელს დიდი ამბავი იყო, ზენდაია. რობერტ პატისონი და ზენდაია. პატისონი, ხო, აუ აი კაია. მე არ მიყვარს ესეთი მელოდრამები, ბავშვი მელოდრამების კაცდიდად არ ვარ რა, ძალიან რჩეული 90-იანების მელოდრამები. ეს ორი არტისტი მე ვასწავლებ, ერთი არტისტებია. აუ ისე ვიკაიფე. მართლა. ვაიმე ისე გამისწორდა. არა აი ძალით ჩავრთე თუ რაღაც, მეთქი, იმიტომ რომ ახალია და საოსკარო თემა იყო თუ რაღაც და ყველაფერი მინდა ხოლმე ვნახო. აუ ხალხო აი დიდი ხანია ესე არ მიკაიფია ამ ჟანრისგან. ზენდაია, რობერტ პატისონი, წყვილზე არის, რომელიც აი ეხლა სტორი არის როგორ იწყება, რომ შეუყვარდებათ ერთმანეთს და ქორწილს გეგმავენ. და ეხლა რო არ დაგისპოილეროთ, რაღაცა მოხდება რა და რაღაცა არასწორად წავა ეს გეგმები. ძალიან კარგი არტისტული ნამუშევარია, ძალიან კარგი ოპერატორული ნამუშევარია, მაგრამ ისიამოვნებთ. აი, ჩემი მეორე რჩევა. The Drama ესე ქვია. შენი მეორე. ეხლა მე ჩავხედე აქ ჩემს პლეილისტს და ესე იგი რახანაც საფხული მოდის შემიძლია გირჩიოთ აი ძალიან ესეთი მაგალითად თუ მოიხმართ ვინმე Spotify-ს ხო უბრალოდ ჩაწერეთ პლეილისტად French pop ხო French pop pro კონკრეტულს არ იძახი просто და მიუშვით და აი რასაც წამოიღებს ნახავთ ეგ ამბავია ხო იმიტომ რომ ძირითადად ბევრჯერ მიცდია ეგრე და აი summer და ცოტა chill ცოტა აი იცი რა კაია ხო იმიტომ და ფრანგულ მუსიკას მაგალითად მე რაც დავამოყამე რა უფრო მეტად შეგიძლია მოусმინო ფონურში ვიდრე იტალიურს. იტალიური მაინც გეკაჩება რომ მომისმინე. ხო და ბავშვითა. ხო. ფრანგული ანუ ცოტა რა არ მომისმენ კიდი ხარ მე ჩემთვის გავაჩაზებ რაღაცა ეგეთია ცოტა. ფონური თემა. ხო რა ხო და აი ოკეი. ხო აი მაგალითად რომელი ასეთი ბენდია ეთი Vendredi sur Mer. ხო ანუ ეს არის პარასკევს ზღვაზე. Écoute chérie, c'est du mot. ეგ ხო არა მონოთ კონკრეტულად. მოდი ეგ ხო, კი. ვერ საქართველოშიც არის ნამყოფი. ვერ გავიგე როგორ იწერება, მაგრამ კადრს მიღმა მივწერე, ჩამიგდო პოსტერი და მოგინათეთ. მოკლედ, რაც Vendredi sur Mer, écoute chérie. ჟალამაზიანა ეს დამპალი. აბატონო, კაი. და ჩემი მესამე იყოს, მოდი წიგნს დავტოვებ. ეხლა ხანს საღამოობით ისევ განვაახლე სიარულები რა, კონკრეტულ რაღაც ნაბიჯებს რო ითხოვით, კალორაჟების და რაღაცების ამბავში და მუსიკის მაგივრად ვერ უსმენ ხოლმე მაგ დროს მუსიკას რა და აუდიო წიგნები მაქვს ხოლმე და გადმოვწერე ორველის ის არ მქონდა წაკითხული რა, ცხოველების ფერმა. ვახ, ხალხო, როგორ ვისიამოვნე, როგორ გამისწორდა და როგორ გული გამისკდა, ანუ აი რა გითხრათ რა, აი ბოროტად მეცინებოდა, აი რა, აუდიო წიგნი გაგრძელდა 3-4 საათი სულ რა, ანუ ერთ საღამოში ამოვწურე, აღარც დავბრუნდი სახში რა, წრეებს ვარ ტყავდი ლისზე. აი იცი როგორ ბოროტად მეცინებოდა და იცი როგორი სატირალი სიცილი იყო, რომ აი ვერ აგიხსწერთ რა, ეს იყო აი სურათი, რაშიც ცხოვრობთ. ფორმა თვითონ რაზეც დაწერა, იდეაში რევოლუცია, რაღაცა იქ საბჭოთა რევოლუცია არის რა, როდესაც რაღაცა ლენინის ამბავი და ის ეპოქა არის რა. იდეა არის ესეთი, რომ ცხოველები გადააგდებენ ადამიანებს და ამყარებენ თავიანთ ფერმაზე
თავიანთ რაღაცა სოციუმს რა, სადაც ყველა თანაბარია, ყველაფერი კარგათაა, იდეალიზმით გაჟღერებული ფრაზები, ყველაფერი, მაგრამ ხედავ რას უშვება ძალაუფლება, როგორ ყნის ძალაუფლება და ეს არის უნიკალური მოდელი, რომელიც ყველაფერზე, ყველა ეპოქაზე ერგება რა და დღევანდელობას დაინახავ და ფრაზა რო აი გენიალური ფრაზა არის ის აქვს, 10 მცნებასავით აქვს, რომ პირველი ფრაზა არის, რომ ყველა ცხოველი თანაბარია, ესე იწყება და ბოლოს ეს ყველა ცნება თანასწორია, ხო და ყველა ცნება მერე ტრანსფორმირდება და ადაპტაციას განიცდით ამათი საზიზღრობების მიხედვით რა და ეს ნაპოლეონი მთავარი ღორი, რომელიც ამ ლიდერი არის ამ რაღაცა შემოქმედი ამ ყველაფრის და ბოლოს ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია და ფინალი არის როგორი, იცი რა, არ დაასპოილერებ. ხო, რა თქმა უნდა, აი პროსტო ბრაზი რო ხაი დღეს ხედავ ამ ყველაფერს რა. მოკლედ, ძალიან მარტივად წასაკითხია, უმარტივესად წასაკითხი არის. ძალიან გაგისწორდებათ, ასე რომ ჩემი მესამე რჩევა იყო საბატონო ორველის 1995 უნდა მეთქვა, არა. ცხოველების ფერმა, აბატონო. ხო, 1990. ის უკვე განხილული, ის ცალკე ამბავი არის. იცი რა, ეხლა შენ ახანაც ეგ წამოიღე. რა ძალიან გაწვეთილს ვიტყვი მაშინ მეც ბოლოს. არა მე მინდოდა მეთქვა, მაგრამ მოდი მაგას ვიტყვი მაშინ ახლა. დავაი. ხელოვნების ამბავში შეიძლება ანუ რამე ის კი არა და ახალი არა პირიქით 1900 ცხოველების ფერმაზე აქვს ძალიან კარგი ალბომი Pink Floyd-ს ხო Animals ასე ცხოველები და მაგას მოусმინეთ ოღონდ ტექსტებს მიაქციეთ ყურადღება. მაშინ ჯერჯობია წაიკითხო. ჯერ წაიკითხე. წაიკითხონ ცხოველების ფერმა და მე ალბომი ფონად. ისე შეიძლება მოსმენელიც გახ. You got to be crazy. სიგიჟია. მაგრამ ცხოველების ფერმას რო წაიკითხავთ და მე ამასაც რომ მოусმენთ, ოღონდ lyrics ტექსტს მიადენთ თვალი. ხო. და აი pigs ძალიან და რაღაცელი ამბები რა ხო მოგეთ ძალიან გონია რომ მაგაძე გენიალური ვაფშე მუსიკასთან არაფერი არ ყოფილა და ჩემი სუბიექტური აზრია მე ვაპატიეთ. დიდწილად გეთახმები. იყოს რა Pink Floyd-ის Animals. ეგ ამბავია. აბატონო, ჩვენი ერჩევები იყო. უღრმესი მადლობა. ძალიან ვისიამოვნე, ძალიან საკაიფოდ ბევრი რაღაც გავიგე. დამინგრიე ბავშვობა პირდაპირ გეუბნები. ვაიმე ხა ინფორმაციებით როგორ ვიმარიაჟებ, სადაც შეიძლება კოზირად დავარტყო. ვინ დაარსათმირისი მოიცა? ესე და ასე შევი. ვინ მონები არა, მომისპირაბით ახლა დავიწყებ მარიაჟობას. მოკლედ, ძალიან კარგ საქმეს აკეთებ, რთულ საქმეს აკეთებ და მთელი გული წარმატებები შენ. და ეს ხოდი, ეს ანთებული თვალები სიბერემდე 1000 წლის მერეც იგივე ქონოდეს. დავთქვათ რომ კიდე გავამეორებთ პოდკასტს, ბევრი მეტად მომზადებული მოვალ სხვადასხვა კონტექსტში და სხვა რაღაცებს ამოვატვიტივებ, ძალიან გამისწორდა და მივხვდი რომ კიდე ბევრი რაღაცის გაგება შეიძლება და რაზეც კადრს მიღმა შევთანხმდით, ისიც გავაკეთოთ საინტერესო კოლაბორაცია გამოგვივა, ასე მგონია რა. კაი, ძალიან დიდი მადლობა შენ და ძალიან მიხარია რომ როგორც იქნა დაინგრა ეს რაღაცა მოჯადოებული წრე მედიის და ხო რა ეხლა ბევრი ძალიან დიდი ინტერესია მოკლედ გადმოსული მსგავს პოდკასტებში და ყველა პოდკასტი მიხარია ყველა არა მაგრამ მეტნაკლებად ხო მაინც იმიტომ რომ მაინც open minded ხალხის ნავსაყუდელი არის მაინც და ის ძალიან მიხარია იმიტომ რომ ხო, რა გვჭირდება ამბავი, გვჭირდება ეთერი და გვჭირდება ხალხი, ვინც გაიაზრებს რაღაცას, მეც ვისწავლი, შენც ისწავლი, ერთმანეთს გავუცვლით ამბავს და ამიტომ გონია რომ საერთო საქმეს ძალიან ადგენდა ეს ყველაფერი და ძალიან დიდი მადლობა შენ ამისთვის და წარმატებები. ასევე, პირიქით, თქვენ რა გითხრათ ხალხო, უმესი მადლობა, ჩვენ ერთად იყავით. თავიდან ბოლომდე შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი კონტენტის წარდგენი აჭარაბეთია. მე დაგემშვიდობებით სადღაც 100 ერთი კვირით. იმიტომ რომ რაღაცეები გეგმები არის გაფრენის და მინდა რომ დავალაგო მოვასწრო რაღაცეები. ეს დაიდო ალბათ ივნისის დასაწყისში. ხო, აი სადღაც ეგ პერიოდია, მალე მეორესაც მოგაწევთ და მე გავფრინდები საქმეებს ვიხედავ. ტრადიციულად, სულ ყველას გაკოცეთ კისერში. არა. სერიოზული პოდკასტი.